პირველი დღე ვაცადოთ ანუ სხვაობას თუ რამე შენიშნა და რაც შეეხება სანამ შენზე გადმოვალ ჩვენი მეგობარი პარტნიორები ბეცონ სპორტი ჰერიო ქართული წარმოების დინამიკები Force Food-ი ირლანდიური ვისკია თუ შოტლანდიური ვისკია რომელიც ვისკის სახში ალკოჰოლი მშვიდდება რასაც ეხლა შემოგთავაზებ ზუსტად 20 წამში და შენ დამისხავ ჩვენი სტიკერები თუ მოგინდა არის ვეიპორიაში აქვს ვეიპორიაში სტიკერებია დევს თქო ყველა ვეიპორიაში დევს ჩვენი სტიკერები ოღონდ თუ ნაჩვენე რომ გამოწერილი აქვს გვეხმარებიან გავრცელებაში და გამომწერების მოგროვებაში საინტერესო კი მოდი პირდაპირ გაჯახებ კითხვასთან ერთად როგორ ხარ შვენივრად თავად მე კიდე მინდა რაღაცა თქვა ინტროსპონში რა დღეს ჩაწერის დღეს არის 11 ივნისი და დღეს არის ზუსტად 1 წელი რაც ზმუკი არსებობს რაც გავიდა მართლა ხო დღეს არის ეხლა ამომიგდო მემორი 1 წლის სალო გილოცავ მადლობა გახსოვს მე შენ რომ მოგედექი იქით რომ გითხარი მეთქი დამიძახით მეთქი მახსოვს 1-2 სადღაც გულავდით უბრალოდ რაღაც დილა იყო და საკმაოდ ნასვამები ვიყავით მაგრამ რაღაცა მახსოვს ესე როგორ დილას დღიზელი ყოფნა საშინელი მეხსიერებით მე მაგ დროს აი არა მეც მოყევი ახლა შენ თავზე რატომ მოხვედი როგორ მოხვედი და რისთვის მოხვედი შენ თქვი კიდე რა გვაქვს თემა დღეს გვაქვს 90-იანების მოდი ერთად გავიაროთ რა 90-იან წლების მუსიკის მიმოხილვა რაღაც ხო ბევრი ვიფიქრე მე ამაზე როგორ შეიძლება რომ ამაზე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ 90-იანები ისეთი დეკადა არის რომ არც მკაფიოდ ხაზი ესე არ გადის როდის დაიწყო როდის მორჩა მე მგონია რომ 80-იანების ბოლოს უნდა დავიწყოთ იმისთვის რომ 90-იანებზე ვილაპარაკოთ. კი, ზუსტად და მე შეიძლება ვფიქრობ ამაზე, იმიტომ რომ ჩემი საყვარელი დეკადა არის და რო ვფიქრდები, ერთ პირველად მეგონა რომ ყველა საყვარელი დეკადა იგი იყო, რომ ახსოვს ერთხელ GK-ს ვკითხე რომ მეთქი შენი საყვარელი დეკადა თქო და 90-იანები თქო და არა, ისე გაიგრო და 60-იანები მეთქი. ძველი კაცი ხო ნაფტალინიანი ახალგაზრდა მრცოვანი რო არის. ბიჭო, ჩემთვის ესე 60-იანები 90-იანებში ვარ მე. ხო, 60-90-იანები. ჩემთვის არის 90-იანები 2000-იანების დასაწყისი. აი ეს არის ჩემი ისე, რასაც ვუკვირდები ახლა იგი გამოდის რა. გააჩნია 2000-იანის დასაწყისის. მე გამოვლილი მაქვს 2000-იანების დასაწყისი და მაგიტო ვიცი რა საშინელებაც ხდებოდა. სად? აი, მას გულისხმობ ნუ მეტალი რო შემოვიდა. იმის და მიუხედავად რომ აუყევი მაგას. უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა მაშინ. მე მგონია ნუ მეტალი კარგად დაღვინდა. ხო, ეხლა ისე კულ გახდა ნუ მეტალი? კი რა. აი, ცოტა ისეთი ბენდი უნდა მახსენო ეხლა, რამდენადაც. Limp Bizkit-ს ხო მიმდინარეობს რაღაც ის არის. მუსიკალურად რო უკვირდები, გიტარისტი იმდენად მაგარი ყავს. ბიჭო, გიტარისტი არის პიზდეცი მას. ზან. ვაფშე არ უსმენ ეხლა Limp Bizkit-ს, თუმცა პირველი ეს რაღაც ტრეკებს გამოვიდა. მაგის ინტერვიუებს დღემდე უყურებ ხოლმე რა. Westborland. გარდა გიტარისტისა თუ საინტერესო პიროვნებაც არის ძალიან რა. ანუ stage-ზე რას დაკეთებს ხო შეხებილი რო არის და რაღაც. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვაფასებ არტისტი, როდესაც მუსიკით იქითაც მიდის და პერფორმანს აკეთებს. აი Nine Inch Nails-ის ლაივზე ვიყავი ახლა ავსტრიაში და ანუ მუსიკის იქით ანუ შოუ არის რაღაც საოცარი ორი სტეიჯი ედგათ და ანუ ეგეთაც არ მინახავს არასდროს. ანუ შუა ლაივზე უცებ დრონ სოლო იწყება და მთელი ბენდი გამოდის და შუაში ამოდის და აქეთ აკაპელა იწყება და ნუ ყოველთვის ძალიან დასაფასებელი არის როცა მუსიკის იქითაც მაგაც მაგრამ შეცვალეს თუ ისევ იქ სადაც იმ დასაწყის ნიუ მეტალში არიან ეგეთ. არა უფრო ინდუსტრიალია ანუ სანძიმე არის ხიზლები არიან ერთი ეგ არის მე რასაც უყურებ ახლა მაგაც ველავეს მე ხარ მოვესწარი მაგას რა თქმა უნდა მაგრამ მუსიკის ხარისხი პერფორმანსი გაზრდილი არის მაგრამ აი ეს რაღაცა რო აუთენტურობა და ის სიუხეში რაც აგეგ რა თქმა უნდა ეხა არ არის იმიტომ რომ ყველა ხიზელი არის რა ადრე იყო რომ ანუ მაგათი არა ხო მაგრამ მუსიკალურად რამე განავითარეს თქო ახალი აქვს მიყვებიან არა აი რა მაინც Nine Inch Nails-ი Nine Inch Nails-ი დიდად არსად არ გადაუხვევეთ მუსიკალურად გადახვევას არ გეუბნები მუსიკალურად ალბომები რაღაცები განვითარდა მე აღარ გავყოლი ეხა 2017-ში გამოუშვა 3 EP-იანი ესა რა 3 მოკლე EP და ერთი თლიანი ალბომი გამოდის რა და თავიდან ეს ტრენდი ხო მარტო იყო მერე გაიცნო ატიკუს როსი და მერე უცებად კოლაბორაციული პროექტი გაიჩნდა live band-ში 9 არიან თუ რაღაც მაგრამ მაინც ეს მუსიკალური მასტერმაინდი თვითონ ეს მაინც ბენდი არ არის ხო ბენდი არ არის ტრენდი არის მაგრამ ყავს სესიური საუკეთესო მუსიკოსები ხო და გინა გამოუყვეთ თავიდან რა ერთად პროსტა ის საიდან რომლიდან რა იცი რა საიდან მე საიდან დავიწყედი იცი რა ვშე რამ მოიტანა 90-იანები აი რასაც ჩვენ ვეძახით 90-იანი წლების მუსიკა ცოტა ისეთი გაშიშვლებული უფრო რო პირდაპირ
ინდუსტრიის წინააღმდეგობა, რაც ეს 80-იანები ხო იდეაში MTV ხო 80-იანებში ზელფმიანი და ელასტიკიანი მუსიკოსები. ესენი რა ქვია, ფლეშმობები და ცეკვები და კოსტიუმები და პერფორმანსი და ბევრი ლაივ ჩანწერი რაც არის. ფონოგრამაზე მღერიან, მაგრამ უფრო ის არის რა, რაღაცა აი ტელეშოუსავით არის რა და ეს გადაპროდიუსებული ამ რაღაცით რო ხალხი დაიღალა, ხელში ამოვიდათ ეს ისინი რა ქვია, ლაკი და ისინი დაჟე პანტერა, ხო როგორი მძიმე ბენდი არის რა. პანტერა hair metal ბენდი იყო მანამდე რო ნახო ფოტოები გაგიჟდებიან. ლატექსები აცვიათ და ისინი და მე გახდა ეს სუპერ რაღაცა ლიბერალი ამერიკული რაღაცა რასისტული ბენდი რა. რაც კიდე ცალკე სადებედო არის, მაგრამ მე ჩემთვის პირადად 91-ში იწყება Nirvana-ს Nevermind-ის გამოშვებით იწყება აი 90-იანების იმენაიკისაც არის რა და როკსტარები აი ამ იმიდან რა კოსტიუმებიდან გადავიდნენ დახეული ჯინსები და ფლანელი და უფრო casual ქვია. კი. თუმცა Sonic Youth-ი 80-იანებიდან მოდის, მაგრამ Sonic Youth აფეთქება არ მოუხდენია. ხო, არა, Sonic Youth ყოველთვის underground-ი იყო ჩემთვის რა, დღემდეც მაინც ცოტა უფრო ნიშური ბენდი არის რა. მაგრამ Sonic Youth-ის დამსახურებაა, ხო იცი საერთოდ 90-იანები, აი Nevermind-ი რო ჩაიწერა. Pixiebits. ხო, არა, მე რას გეუბნები, ტექნიკურად. Sonic Youth-მა ურჩია Geffen Records, Nirvana-ს უკვე major records, რომ აი მაგარი ბენდია და იქნებ მოაწეროთ. Sonic Youth ამერიკული არის? კი. აჰა. და მაქინდან გაიჩნდა კიმ გორდონმა, როგორც თუ არ ვცდები, ურჩია ამ labels, რომ აი რაღაცა ბენდია ნახეთო რა და მოაწერეს და Nevermind-ი ჩაწერეს რა. და მაგ პერიოდში იმდენად რაღაცა ეს აფეთქება მოყვა ამ საუნდის იმას, რომ სიატლიდან თუ იყავი უკვე წინ იყავი ბევრზე რა. Pearl Jam-ი სიატლიდან მე Pearl Jam-ი არ მევასება შემოთე რო გითხრა. ჩემით მახა. ხო? დაგა, იმიტომ რომ დაჟე მოდი გრანჟზეც თუ ვლაპარაკობ, ჩემთვის Nirvana-ს გარდა სხვა ბენდებს გრანჟად ვერ აღვქვამსავით, იმიტომ რომ Alice in Chains გრანჟად მოიხსენიება, მაგრამ აი საუნდი მაინც Nirvana-ს იმდენად რაღაცნაირად აი simple riff driven და რაღაცნაირი მარტივია, თითქოს აი კურტი როგორ ტიპიც იყო რა, აი არანაირი მუსიკალური განათლება, პროსტა ემოცია, პროსტა ეს რაც გამოვლილი ტრავმა, იმიტომ მე რაღაცები მაქვს მაგის ვიდეოები, ისეთი საშინელი ბავშვობა მქონდა მაგას გამოვლილი. თან რა თქმა უნდა ცოტა ამ სპექტრიც იქნებოდა ეხლა, იმიტომ რომ ისეთ უცნაურ რაღაცებს შარდით ხატავდა რაღაცებს და თავისი რაღაცა ბოთლი რა ქვია იმას რა ქვია. ხო, რაც არის მაგითი Chista Crown-ი ის არის რა ქვია. Redneck-ია რა. ხო და Chista Crown-ი გრანჟი არის, ეს პანკური გრანჟი არის. ისინი არიან ცოტა რაღაც შეზავებული ხო. მუსიკალურად ბიურო დახვეწილი არის სხვა ბენდები. Smash Pumpkins-ი არა? უფრო დახვეწილი არის რა. კი, Smash Pumpkins-ი, მაგრამ მან ისევ ისე რა გუფი იყო და როგორ გაილია. არ გაილია, ეხაც არსებობს, მაგრამ არა, მენტალურად ცოტათი გაილია, კი არა ტრაკისკენ წავიდა ქვიანა. ცნობიერად. რა ქვია ფრონტმენს დამოვიდა და Billy Corgan. ხო, Billy Corgan-ი თვითონ ტიპაჟურად ცოტა რაღაცნაირი ტიპია რა. ასევე მაგაც ვფიქრობდი Smash Pumpkins-ზე და Nirvana-ზეც რომ Nirvana რადგანაც ესე გამყარებული არის, არ მიეცა იმის საშუალება, რომ Nirvana-ს რაღაც Fall of Fame მომხდარიყო, იმიტომ რომ კურტი მოკლეს პიკში რა, 3 ალბომი, იდეაში ინიუტერო დადროპეს, ყველაზე აი შენ კონსპიროლოგი ხარ? აი, Nirvana-ს გაიგზელებინა რა გარანტია აქვს, რომ კურტი მოკლეს? უეჭველი მოკლეს. მე მგონია რომ უეჭველი და მე უეჭველი მგონია რომ და ამაზე ხა რომ ჩავიდეთ, მისდეცი მოხ. და რატო რა გავლენის გამო? მტკიცებულება რა, ის არის რომ ანუ მტკიცებულება ბევრი ნარკოტიკია და თავში თოფია. აი, იმდენი ჰეროინი ქონდა ორგანიზმში, რომ პროსტო ჩახმავს ვერ გამოკრავდაო და ხო, ეს თვითონ Winchester-ის გილზა საიდანაც ვარდება რა. მეორე მხარეს დოტაკის რა. ასევე ეს რა ქვია, კორტნი იყო ხო? მაგის ხო, მაგასაც აწყობდა ბევრად რომ ან კურტი მოიკათ ასე ინდუსტრიაშიც კიდე რაღაცებს იმდენი რაღაც ჩახლური Michael Jackson-ის პედოფილის ამბავისაც ამჯერად მე მგონია რომ შეცვალა ეგ მაგას რა. უეჭველი შეაწერეს, იმიტომ რომ როგორც კი მაგაცამ დაიწყო შეარების ყიდვა იმის მუსიკალური ინდუსტრიის Universal Music-ის და მფლობელი რო ხდებოდა უკვე და თვითონ აღარ იყო პროდუქტი. ეგ აღარ აწყობდათ და თვითონ აკონტროლებდა ძალიან ბევრ რაღაცას რა. Eminem-ის ლეიბლი იყიდა რა, ანუ Eminem-მა გადისა და ამან მერე აიო და ჩემი ხარო რა და ანუ მაგ ხელზავულება რო აქ ხარტის მერე აღარ აწყობთ უკვე იქ რა. ისე რაღაც კაპიტალიზმი. ყველაზე არის, ყველა დიდად კონსპირაციებზე ცალკე ვიბაზროთ. ეგ ძალიან საინტერესო თემა არის ჩემთვის საერთოდ რა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ მოკლეს. ხო, არ ვიცი, მე იცი რატო არ ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე ვყოფილ ვარ მის მდგომარეობაში მენტალურად და ვიცი რამდენად მიმზიდველი არის. კი, არ არის აცნენელი იმას მაშინ რაზეც წერდა როგორც იყო რა. მაგათიც რო არის რა ქვია,
In Bloom რაზეც არის რა, ტრეკი რო, ანუ he's the one that likes all our pretty songs, but არ იცი სოქში რას ნიშნავს რაღაცები, მაგათი ფანები ხო მიდიან პროსტა იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფემინისტ ბენდი იყო რა და ეს ტიპები რო იჭდებოდნენ ერთი რაღაც ლაივი იყო სადაც გოგოები გამოდიოდნენ მაგამდე და ხალხმა ემენა კარჩა გოგოების ბენდი არაო და ესენი სპეციალურად გავიდნენ და მთელი ლაივი Smells Like Teen Spirit-ი არ დაუკრეს მარტო ინტროს უკრავდნენ და მე ჯერდებოდნენ რა საერთოდ ძალიან იშვიათად უკრავდნენ Smells Like Teen Spirit და ეს ბენდი მგონი არის L7 Swatch-ტები L7 გოგოების ოკეი I get to so ხო და მოდი იცი რა ანუ შენ ამბობ რომ 91 წელს რო ჩაიწერა Nevermind იმისგან მიუხედავთ რომ თვითონ Nirvana-ს მაგრა არ ევასებოდა Nevermind-ი. ხო. ოღონდ არ ევასებოდა საუნდი, იმიტომ რომ ძალიან გაკრიალებული იყო რაღაცნაირად, რა. დღევანდელი გამოსახედიდან ეხა რასაც უსმენ, Bleach-ი უფრო მაგარი არის ჩემთვის რა, უფრო უხეში არის, უფრო აგრესიული არის, მაგრამ Nevermind-ში ანუ იმიტომ არის წარმატებული რომ მართლა მაგარად იმის კულტურული რაღაც გადატრიალება მოყვა და ეს ბენდი უკვე მუსიკას გაცდა. სულსმენ ხოლმე მაინც ვიხსენებ ხოლმე რა ეგ ალბომი არის რაღაცა რა ეს Nevermind-ი კი აფსა არის რა გინდა ითვლება ყველა მაიკებზე არის შენ დრო დაიბადე ეგ დაგხვდა კი ჩემს ხორებაში უცებ შემოვიდა არაფრიდან ჰაერიდან გაჩნდა უცებ Nevermind-ი და შენ აქ იყავი ეგ ალბომი რო გაიჩნდა კი და აქ ისე პოპულარულია ეს გაიჩნდა მე არა ერთი ვიყავი მე და რა ხმას შეხედე რა ხმა იწერება რა გინდა მარტო უსმენდი რაღაც პერიოდი და მე გავიცანი შემთხვევით ხალხი ვინც თურმე უსმენს ასევე ესეთ მუსიკას ერთ-ერთი ბახალა იყო და ის ხალხი იყო სულ 20 ადამიანი მთელ თბილისში ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვისაც ვიცნობდი რა იმიტომ რომ ყველა რაღაცა მიზიდულობა ქონდა რა მუსიკას და ერთად ვიჩითებოდით იმიტომ რომ როგორ აღმოაჩინე ინტერნეტი არა გრანდენი უცნაურიც არ უნდა იყოს რადიო 105 იყო რა ის ინტერნეტი ბიჭო ხო მე მახსოვს ხო რა ინტერნეტი 80 რაღაცა 12 წელი იქნებოდა რადიო 105-ზე გაიშთა Smells Like Teen Spirit-ი აი ხა Smells Like Teen Spirit-ს რო ამბობ ნუ აფსა ბიჭო ეგეთი მუსიკა ვაფშე მოსმენილი არ მქონდა გავგიჟდი კინაღა და თან გამიმართლა რომ ვიწერდი მან რადიოს მოგიყვებს საინტერესო რაღაცას რადიოს რო უსმენდი რა ჩვენ თინეიჯერობაში სიმღერა რომ მოგწონდა იწერდი კასეტაზე და რომ თავდებოდა არტიშავდი იმიტომ რომ იქნებ შემდეგიც კაი სიმღერა იყოს და რაღაცას ვიწერდი და შემდეგ გაიჩნდა Smells Like Teen Spirit ნუ აღმოაჩინე მამაჩემი მოვიდა და არ უთქვამთ რა ბენდია რა და მამაჩემმა ეს Nirvana არისო ვიციო რა იცოდა რა ხო მე არ მახსოვს საიდან გაიძრო ჩემთვის კასეტიდან მახსოვს და მე გავაძრე ვიღაცა ჩემმა კლასელმა მითხრა რომ ვიღა ტიპი ვიციო ვისაც ააქო კასეტაო Nevermind რა Nirvana და წარმოვიდი ნომერი მომცეს და გამარჯობა შენ მე არ მიცნობ და შენზე მითხრეს რომ Nirvana-ს კასეტა აქვს ის ტიპი აღმოჩნდა დათო მესხი რომელიც არის დღემდე ჩემი უახლოესი მეგობარი და აი ესე პროსა შემხვდა მომცა გადავიწერე და ნუ აი ესე ხდებოდა აი შემთხვევით რაღაცა მაგების აღმოჩენა რა ხო და აფეთქება იყო მოკლედ რა შენთვის ეხლა აქ 90-იანებში რადიოში გაუშვეს ხო რადიოში ბიჭო 105-ზე იჩითებოდა მაგარი უცნაური რაღაცეები რა აი ეხლა გასაგებია რომ დასაცინი ბენდია უკვე მაგრამ 95 წელს იმ წელს როცა გამოვიდა Foo Fighters-ი გადიოდა რადიო 105-ზე Foo Fighters უკვე არის 95 პირველი ალბომი მაგას ქვია Foo Fighters ქვია Foo Fighters იარაღი ხო მე როგორც ვიცი მაგ ალბომში ეგ არის ყველაზე მაგარი ალბომი კი მე ზოგადად Foo Fighters-ზე მაგ ძალიან ისე დამოკიდებულია რომ აი ბიჭო baseline ხო რა მარტივი მოსმენია მაგრამ პირველი ალბომი იყო ისე სადაც გაიძრებოდა შეჩემა გროლი არ წამოვიდოდა იქიდან ნუ სხვა გზა არ იქნება მან დაჟე ის იყო რომ ყველაფერი გროლის ჩაწერილი არის მან ცალ-ცალ კეტრეკებოდა იცი დრამის ლაგია ხო ყველაფერი თვითონ აქვს ჩაწერილი თავიდან ბოლომდე რა ხო მაგრამ თითქოს აი რაღაცა აი Nirvana-ს B-side გაგრძელება არის ჩემთვის აი მუსიკა რო უსმენ სტრუქტურები ვოკალები ყველაფერი ეთყობა ეხა იასნა ხა მაგრამ გავამართლებ ეხა რა მე მაქვს მოსმენილი Dave Grohl ბაზრობს მაგაზე რომ ესე მიტრაკებენა რომ Nirvana-სნაირ მუსიკას რატო უკრავო და აბა რეგის ხوار დაუკრავო ეგ არისო ჩემი მუსიკა რა გავაკეთო რა Dave Grohl-ის ხსენებაზე Dave Grohl-ს აქვს იმ თითქმის ყველა ჩემს საყვარელ პროექტთან რაღაცა შეხება მაინც ქონია რა Stone-ები Them Crooked Vultures-ი
Queens of the Stone Age და Them Crooked Vultures. და იმასთან რა კავშირშია? რასთან? Queens-ებთან, Queens-ებში უკრავს ყველაზე აი პირველ აფეთქება ალბომში, უკვე ეგ იყო მესამე ალბომი, მაგრამ საიდანაც გაიქაჩნა დრამზე უკვე. კი, მესამე ალბომი. მესამე არის, კი, მესამე არის, ხო? ის არ არის. პირველი Rated არის, მერე არის Songs for the Deaf. არა, Songs for the Deaf არის მესამე. მეოთხე, მეც აბა იმათ შორის პირველი არის просто Queens of the Stone Age. Rated არის. Self-titled ალბომი და მეორე არის Rated არის. ეგ მიყვარს ძალიან მე. აი, გიჟდები მაგაზე გარ 2000 მე მგონი და არა, მე მოდის მე მგონი Songs for the Deaf, აბა რა არის მაგათ შორის? არა, Songs for the Deaf არის. Lullabies Lullabies არის მაგის მერე ნიკოლი ვირო გააგდეს. მერე არის ერა ვულგარისი, რომელიც ძალიან მევასება მე. ყველაზე underrated ალბომია. კი, იმიტომ რომ ყველაზე უცნაური არის. კი, ვაფშე ეგ რატო ეგ რო გადაწყვიტა რომ ეგ გაიკეთებინა. აი, მაინტერესებს საფთავრდება შენთვის Queens-ები. არ თავდება ჩემთვის. არ თავდება. ჩემთვის Like Clockwork-ის მერე ვეღარ. ხო, მაგრამ Like Clockwork-ის მერე აი ეს არის, ეგ ეს მესამე ხო. მე Villains მევასება ძალიან მახატია. ძალიან მევასება. მიუხედავად იმიტომ რომ ის არის რა გაპრიალებული არის. ხო და ნუ აი Mark Ronsonis produced ალბომი არის, მაგრამ აი მაინც მევასება. კი, high-ები აქვს და low-low-ები, მაგრამ აი რაც ის აქვს, სამი ჩემი საყვარელი ტრეკი მანდ არის. აი ნუ Evil Has Landed მევასება, მაგრამ Domesticated Animals. მე მახსოვს პირველად მაგის დროპი რო გავიგე, მეთქი ვაუ. მე ზუსტად მახსოვს City Mall-ში ვიყავი, მივდიოდი Boxes Watch-ზე და აი მან დადროპა ზუსტად სკასთან ვიდექი, მახსოვს ხოლმე ესაც ზუსტად ის მომენტები, სადაც რაღაცა ძალიან გრანდიოზული გავიგონე და აბსოლუტურად Mall-ში ვიყავი მაშინ. Okay. ხო, ნუ მე მაგის მერე ოღონდ ის არ არის, რომ რაღაცა სნობავ, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ აი რო გამოდის ალბომი, აი მთელი გულით მინდა რომ მაგარი იყოს რა. ბოლოს მოусმინე? კი, სამწუხაროდ. აი ეგ ჩემთვის როგორი ალბომი არის, იცი, უკვე აი მეტალიკას ბოლო ალბომს მოусმინე, სტუდიო 60 მე მეტალიკა ჩემთვის არ არსებობს. ხო, აი მე არიოსება, საინტერესო არის. აი თითქოს ეს არის Queens of the Stone Age-ის საუნდი, აი უცხო პლანეტელი რო ჩამოვიდეს და Queens of the Stone Age-ის მუსიკა ყველაფერი მოასმენო და რო უთხრა რომ აბა დაწერე Queens of the Stone Age-ის ალბომი, აი ჩემთვის ეგ არის ეგეც და მეტალიკას ბოლოს დაღვინდა, ეს არის ამათი საუნდი. მეტალიკის რომელი? მეტალიკას ბოლო ალბომი რა, ყვითელი არის სტუდიო 60 რაღაცა რა. შეშმა გიჟი. მართლა? ანუ მანამდე ხა ნირვანებამდე ვიღაცებამდე მეტალიკას უსმენდი. მე მყავდა მოყოლილი მაგ გიორგი ხორავა, რომელსაც ქონა მეტალზე განაცემა და მეტალისტი იყო გაქანებული და ჩემ კორპუსში ცხოვრობდა და მეტალი მაგისგან მივიღე რა. მანამდე ალტერნატივამდე მაგისგან. მე მევასება რაც ზოგადად აი ამ კლასიკურ მეტალს მოყვა მერე რა. აი თუნდაც ნიუ მეტალი, მე ცოტა უფრო მძიმე, რავი ეხა რაც ეს არის რა მეტალქორი და რაღაცები რაც მაგის მერე დაიბადა რა. ეხა აი ალბათ ძალიან ეს რაღაცნაირი გაწყალებული არის ძველი ეგ ისინი რა. მე ვაფშე არც მეგადეთი არ მევასება და არც Iron Maiden-ი და ეგ ძალიან აი შენ იცი რომ Alice in Chains-ი როგორც metal band-ი პოზიციონირებდა? ხო და grunge-ი რატო აი მოიხსენებენ Nirvana-ს გვერდზე რატო მოიხსენებენ? მაგ ბენდს ვერ ხვდები. არ ვიცი, ვისაც გიტარა ეჭირა 90-იანებში ყველა grunge-ი მოიხსენიება, მაგრამ ნუ მაშინ ან ჩვენ ჩამოყალიბდეთ მაშინ grunge-ი მარტო Nirvana. მოდი თქვა grunge ბენდები რა. რა საჭიროა მაგ სტილის სახელი მაშინ. ხო და ყველა სხვა არ ეკუთვნის grunge-ი არის კონკრეტული ბენდები, რეალურად იყო ალტერნატივ მუსიკა, რომელსაც grunge-ი გამორჩეულდა. თქვა ბენდები რომ გაირკვიოს ხალხიც. ეს ვინც თქვით, ეს Pearl Jam-ი, Alice in Chains-ი, ისინი Soundgarden-ი. Soundgarden-ი. აი Soundgarden-ი აი ძალიან მაგარი არის. Stone Temple Pilots და აი ალბათ ეგ უფრო ახლოს არის იმასთან რა Nirvana-ს და ვიდრე სხვა ყველა რა. Stone Temple Pilots სხვათა შორის grunge-ია. ცოტა ტრეკით იყო ჩვენთვის მისაღები. თორე ხა ძირითადად არა, ეხა ესეთი ბენდი არასდროს არ იყო რაღაც, მაგრამ grunge-ია. მაგრამ რო ვუსმენ, მაინც ეს ცოტა ბუმერული blues riff-ების ის აქ მაინც რა რო ვუსმენ და Nirvana-ს ძალიან fresh უფრო რაღაცაი ეს solo-ები და blues riff-ები არა. ბევრად უფრო punk rock-ი არის, ვიდრე ისინი რა და მაგით ალბათ აი პანკური ელემენტები აკლია ჩემი აზრით აი მაგ ბენდებს და ეგ გამოარჩევს Nirvana-ს ჩემი აზრით. აი punk ბენდები რა იყო კიდე? punk grunge. Punk-ი ეხლა ვის თქვი ძირითადად ეგენი არიან. ისეთი ხარ რომ grunge-ის ელემენტები შეიძლება რაღაცები არის, მაგრამ ხო და ეგ არის სხვაობა, რომ ისინი ვიღაცები მეტალიდან წამოსულები, ვიღაცები სხვადასხვა მუსიკიდან და ამან დაიწყო პირდაპირ ანუ Cobain-ს ხო არ ქონა მანამდე პრე მუსიკალური. ბიჭო, თქვენ არ ვიცი რამდენად იცით ვაფშე, ეგ Cobain-ი აი Nirvana-ს ეს მელოდიურობა და რაღაცა შენ რას თქვი ჯიქიაზე 60-იანი წლებიდან მოდის. Cobain იყო 60-იანებზე გაზრდილი და ნამჯდარი და ხო მაგრამ მაგით დაიწყო ხო მუსიკალური კარიერა ეგრევე. ხო მაგრამ ანუ აი ეგ გასაგებია, მაგრამ აი თვითონ
მელოდიურობა მისი მოდის მაინც უფრო ინგლისიდან 60-იანი წლებიდან რა. იმიტომ რომ ბიტლომანი იყო ძალიან მაგარი. და მაგის საყვარელი ბენდი ეგ უკვე 60-იანები არ არის, მაგრამ აბა ევასებოდა მაგრამ. ანუ პაპსავი კი იყო გულში რა. ოაზისი გაუსწორდებოდა? ოაზისი არ ვიცი. ხო, ალბათ ისევ შეიძლება მე მგონია ისევ ხასიათის ხასიათის გამო არ შეიძლება არ მოწონდა, ხო ძალიან ისეთი ტიპი იყო რა, walk the walk რა და არანაირ ის ხო რაღაცნაირი ბრიტანელი. შენ ოაზისთან როგორ? აი კითხვა. ვერანაირად ვერ ვარყოფ რომ გენიალური songwriting-ი არის რა, ძალიან მაგარი არის. ცოტა ერთმანეთს გავს ტრეკები, აი თითქოს ერთი ოაზისის ტრეკის მოусმენთ, თითქმის ყველა გაქვს მოსმენილი, ძალიან ბევრი იდეები მეორდება, მაგრამ აი ეს როგორც მღერის ლიამი და რაიმასაც იგონებს იმის გათვალისწინებით, რომ პროსტა რაღაცა ქუჩის ბიჭი იყო და რაღაცა. ძალიან მაგარია რა, როგორც მომწონს ძალიან და ბლარის მაგას მაგურ შევეთ მეც ატარებენ რა. ჩემი აზრით ოაზისი ბევრად უკეთესი არის ვიდრე ბლარი მუსიკალურად. კი. მუსიკალურად უკეთესი არის. ტყუილში ცხოვრობ. ხო? აინტერესო არის. მივიხოთ იმის რომ დემენ ალბანი ბევრად მაგარი არტისტია. არაფერს შუაში არ არის ვაფშე ოაზისი და ბლარი, ეგ არის ენემი არის ჟურნალი ეგეთი. თუ იყო, რომელმაც მოიგონა ეს ომი, რომ ბლარი თუ ოაზისი, რომ გაეყიდათ ჟურნალი. ამ დროს მე ვერ ხვდები, მაგრამ ნუ ბლარის ბრიტპოპია ორივე და მაგიტომ შეჭი. აი გრანჟის არის რა. აი ოაზისი ბევრად უფრო პოპი არის, ვიდრე ბლარი რა. ბლარს ბევრად ის არის, მაგრამ ანუ ხო და ეხლა მე უხერხულარ რო თქვი ბლარზე ბრიტპოპია თქო, მაგრამ ნუ ეგ არის ხო მაგ. ნუ მაინც მოიხსენია, მაგრამ რო დაგუგლო მაგას ამოგიგდეს, მაგრამ ეხლა რო იგივეა რა, 90-იანებში ინგლისში ვისაც ეჭირა გიტარა, ყველაფერს ბრიტპოპი შეარქვეს რა. სონგორი ერთ-ერთი ჩემი უზღვრელი ტრეკი არის რა. და საინტერესო არის რომ ნირვანას დაცინა იდეაში მაგ იმითი რა. Smells Like Teen Spirit-ის პაროდია უნდა გაეკეთებინა და უნებლიეთ მაგათი ყოველთვის ტრეკი ეგ გამოვიდა რა. Graham Coxon's გიტარისტს ვაფშე ევასებოდა ამერიკული grunge მუსიკა. და ესენი ვერ იღებდნენ დანარჩენი ბენდი რა, იმიტომ რომ 90-იანებში ინგლისში გოიმობა იყო grunge-ის მოსმენა. იმიტომ რომ მთელი მსოფლიო რო დაიპყრო, ესენი დაიგრუზნენ. ინგლისს ძალიან დიდი ის აქვს. ego თუ რაც ქვია არ ვიცი, მაგრამ ნუ დამსახურებულად. მაგრამ ჩვენ ინგლისში ეხლა ჩვენ ვაკეთებთ ინსტრუმენტალურ მუსიკაზე და ელექტრონულ house, ასე ვთქვათ, dance floor მუსიკაზე. იმდენი მოხდა მან, ეგ ცალკე აფეთქება არის. Prodigy, Massive Attack, Outkast, კიდე ისა რა ქვია, Apex Twin. აი ეს ხდები ანუ ეგ სუმოვიწდება ხომ, იმიტომ რომ მეც უფრო ეს distortion გიტარიანი მუსიკა მეოსება, მაგრამ მუშაობდი. იყო მაგათშიც ეგ distortion-ი თავისებურად არა? და არ ვიცი რავი ელექტრონ Fatboy Slim მაგალითად თუნდაც რა. აი ხო ხდები, აი ეხაც მე სანამ მოვიდოდი ცოტა გადავხედე, მაინც კიდე რეები ხდებოდა ჩემ ალბომებს და აი ხო Underworld-ი ხო, ნუ შენ არა? კა მე მოსვლა ძალიან, საკაიფო არის ძალიან. მაგრამ ყოველთვის ვერ უსმენ ახლა მაგას. ცოტა სპეციფიური მოსმენა არის რა. ანუ ყველა ის აი ჩემთვის Underworld-ი არის ძალიან კარგი ზღვარი რა დავარქვა, ანუ კარგი მუსიკისა და აუ ხა ძალიან სტუდი რაღაც უნდა ვთქვა რა. კარგი მუსიკისა და house შორის. house სტუდი არის მაგას იძახი? არა და house არის ყველაზე მარტივი იმენა ეს მოლშიც ჩართავ, კლუბშიც ჩართავ. რა მინდა მე ეგეთი. ხო, მაგრამ აი ეს არის რა, ანუ კაი house მე მანდ გადის ზღვარი გემოვნებაზე რა, რამდენად ხვდები კაი house მე მეოს house გინდა რა, კი, პაპსა არის ბაზარია რა. მაგრამ ლიფტის მუსიკა. მაგრამ პაპსა ცუდი არ არის ვაფშე ჩემი აზრით. მე რავი, როდიდან გახდა ის რომ პაპსა ცუდი არის და ეგრე მოიხსენებენ არ ვიცი რა. მე ეგრე ვიყავი. ეგრე ვუყურებდი, მაგრამ რაც უფრო ვიზდები, უფრო ხვდები რომ მაგარია პაპსა. შენ ხო არ ჩასახლებულ ხარ მაგ მიმართულებით. რა მინდა მაგ მიმართულებით. ხო, მაგას გეუბნები, ამიტომ არანაირი შინაურული თუ რაღაცნაირი განცდა არ გაქვს მაგ მუსიკის მიმართ. როცა არაფხიზელი ვიყავი, სხვა ნარკოტიკებს ვიღებდი და ხო და ჰაუსი არ არის მაგას ძალიან ნამიტანი რომ არაფხიზელობა ჭირდება, უფრო ტექნო არის ეგეთი. ნუ გაჩერდი რა. ხო და შეჩემ აი ელექტროში მარტო ის არ არის. ეგ ნარატივი რომ მე ფხიზელი კლუბში დავდივარ და მუსიკას უსმენ, ეგ მოუყენე. ბიჭო, შეიძლება ჩვენ არ დავდიოდით ჩვენ კონკრეტულად, მაგრამ ვიღაცები ხო დადიოდნენ შეჩემ გარშემო რამდენი მეგობარი ყავდა, ვინც ფხიზლად დადიოდა და აი არ ვიცი რა, ხო არ ვიცი რა, მე შეიძლება ერთხელ მივიდა და ვერ იშოვა რაღაცა და მე მთელი ცხოვრება მაგას ბაზობს. ხათუნახუცი შვილი შეჩემა ის იყო ჯანკი იყო ხათუნა ავადყოფიაში. ხო და ეხლა ვიღაცები არიან რომ არ იყვნენ ჯანკი. მე ვერ ვიჯერებ რომ შეიძლება რომ კლუბში მეხვიდე 11 საათი ფხიზელი იყო და მუსიკის გამოვარა, ცოტა ის ამბავი არის. 11 საათ და 2 დღე თუ აბავ, სადღაც რაღაცას ხმარო, მაგრამ
ტიპები დადიან მართლა არიან მუსიკოსები ვინც დადიან ან უყვართ ძალიან მუსიკა და დადიან და უსმენენ აწოდი ხო ანუ ეხლა რავი როგორ მე ეგრე ჯერა ძირითადად ეგრე არის ესე ვთქვა ხო აბა ეს 100% როგორ იქნება ეგრე რა თქმა უნდა ვიღაცა გიჟი აღმოჩნდება EDM-ი და არასიფხიზ და განუყოფელი ნაწილია ერთმანეთისგან რა მაგის ნაწილია რა EDM-ი და არასიფხიზლე ო electronic dance music სცენა რაც არის რა IDM-ზე გქონდა არა ხო და ეხლა IDM-ი იყო ჩვენ ბავშვობაში და მაგრამ გვევასება და უცებ გაიჩა EDM-ი და რო ამბობ IDM-ი გონია თუ რაღაცა ყლებობას ბაზრობ ხო მაგრამ IDM-ი არის intelligent dance music ძალიან EDM-ი არის electronic dance вообще სხვადასხვა რაღაცა ვთქვათ მაშინ და IDM-ი არის affect twin-ი EDM-ი არის რაღაც ყლებობები თქვენ affect twin-ი და auto-tune და ბევრი მარტივად რო ავხსნათ IDM-ს IDM-ს იმიტომ ქვია intelligent dance music რო ნაუშნიკებს შეიძლება მოусმინო და ხშირად იცლება პატერნები თვითონ რომ მიდიხარ მოსასმენად ხშირ შემთხვევაში ზიხარ და უსმენ ხო იმიტომ რომ თათაშე რითმას შეიძლება დენსიც იყოს მაგრამ ძირითადად ეგეთი თამამივა როგორ ვიჯმევინები არა ხო და ჯობია ჩავკონკრეტდეთ ეხლა შენ რო გითხარი რომ არ გიცხოვრია თქო ამ კონკრეტულ ჟანრებში იმიტომ არ გიცხოვრია რომ ეგ კონკრეტული ნარკოტიკები შენ გეზარებოდა intelligent dance ხო გევასებოდა ეს ხიზელი უსმენდი იმიტომ რომ რავი, გინდ გრანჟის მოგისმენია, გინდ IDM-ისთვის. ეს რომ დავისხა შეიძლება კიდე? კი, რა თქმა უნდა. ეს სულ შენია. სულ ჩემია? აი, თლად ბოლომდე არა, მაგრამ. კიდე გვაქვს თუ რამე. აქედან ნასვამი უნდა გაგიშვათ. თრადი. მე წყალს მოვწრობ თქვენს. ხო და სად ვიყავით? ხო და საერთოდ მე მგონია, ნუ გასაგებია რომ გერმანიიდან რაღაცები წამოვიდა ელექტრონული მუსიკა. მაგრამ აი შენ რაც ჩამოთვალე მანჩესტერიდან მოდის ჰასიენდა იყო ესეთი კლუბი რომლიდანაც вообще ეს რეივები წამოვიდა რა და დეტროიტიდან რამდენადაც მოვიწდება ხოლმე დეტროიტი მოვიწდება სულ და მეც მივხვდი იმისა რომ ელექტრონული dance music სცენა ამერიკასგან ძალიან შორს არის დღეს გამოსახედან მაქედან მოდის ეს G-funk და G-funk-ი და G-house-ი რაც მე ძალიან მევასება და ხო საინტერესო არის რა რამდენად თუს ამერიკაში ხარ არაფერი არ ხდება მაგას დაკავშირებით რავი ჰაბი აქეთ არის უფრო მაგრამ ხო რა საინტერესოა რა დეტროიტი მაგარი და რეალურად მიახლოებით მაქიდან ელექტრონული ჟღერადობის და რაღაცების ნაზავი ვინ გამოიტანა ბრიტანეთიდან ნუ რეივი თქვათ პროდიჯი რა თქმა უნდა ნუ აფეთქების პონჩი პროდიჯი აი არის პროდიჯი ანუ აი ისევ და ისევ Smells Like Teen Spirit-ზე რო გიყვებოდი რა ესეთი სიტუაცია წარმოიდგინე პროდიჯი არ არსებობს რა ნუ Jilted Generation-ი მოსმენილი მაქვს მე ვასება მე ყველაფერი მოსმენილი მაქვს ხო არ და შენ პროდიჯი ყველაფერი მოსმენილი გაქვს მე მევასება ის Always Outnumbered Never Outgunned Liam Howlett-ის solo პროექტი რო არის ეგ არის ჩემი საყვარელი რა მივხვდი იმის რომ ყველაზე არა პროდიჯი ალბომი არის როგორც Queens of the Stone Ages-ის ალბომი არის Era Vulgaris-ი ისე არის ეს პროდიჯისთვის რა. პროდიჯი ერთ-ერთი ბენდია, რომელმაც რაღაცებზე ხო აქვს გავლენა, აი პლასტიკაზეც ხო აქვს და რაღაცა იქ მანერაზე სიმღერას. ჩემზე რამოდენიმე ტიპი ერთ-ერთი პროდიჯის ეს ვოკალისტი, რომელმაც ჩემ პლასტიკაზეც ქონდა გავლენა მე და მე. კითლინტი. ხო და რა ამბობდი რა? რომ წარმოიდგინე სახში მოვედი საიდანაც დაღლილი და MTV იყო ჩართული და პრემიერა გაიჩიტა რა. რაღაცა მაშინ საინები იყო რა, რაღაც რო ეს არ მახსოვს fresh თუ რაღაცა ესეთი ინთებოდა და და გავიდა უცებ Firestarter. ხო, აი მაგის პირველად მოსმენა, აი მინდა რომ ანუ კუჭი ამეშ ხო. იმინა მართლა კუჭი ამეშალა. ანუ ვერ მივხვდი რა მოხდა. ცოტა საშიშიც რო არის თან და ხო, კლიპის ის საუნდი და თვითონ იმას რა ქვია? Keith Flint. კიდე ერთი რო არის. შავკანიანი დამავიწყე მაგის. ხო, აი მაგარი საშიშვიძე არის. თავის თვალებით და იმეები, ტატუებით. ხო რა. ნუ ვიდეოების ბავშვობაში მაგრამ ეშინა. მაგრამ ეგ პერიოდი ვაფშე შუტკი ვიდეოების პერიოდი ეგ არის რა. თავის Marilyn Manson Corny-ის Nine Inch Nails აკეთებ და Closer-ის კლიპი არის, მაიმონი რო არის გადახსნილი საშიშვიძე. ოღონდ უფრო არტია რა, ესეთი. და აქ უფრო ცოტა გაპაფსავებული ვერსია იყო Marilyn Manson-ის ვიდეოები და რაღაცები უკვე უტრირებული ეგ იყო რა. ხო. Marilyn Manson-ი ხო არ ვიცი. მე ნუ შოუმენი იყო უფრო მეძრავი ეს. ბიჭო, შოკ ფაქტორზე აგებული იყო ჩემს დექტელი არტისტი რა. არა? Mechanical Interests ვლაპარაკობთ, მაგრამ Mechanical Animals ალბომი Marilyn Manson-ის არის უპიზდეცეს. Egg Beautiful People მუსიკალურად, ანუ ვაფშე რო არ იცოდე ვინ არის Marilyn Manson-ი, რა არის, რა უნდა, მუსიკალურად არის ძალიან მაგარი ალბომი რა.
მოусმენ არ მოგусმენელი მერილინ მენსონის დისკოგრაფიას ვიცნობ მარტო აი იმეებით რაც ჰიტები არის დაიწყე Mechanical Animals Okay კაი აი მაგ არის Nine Inch Nails-ის მოშნი მსგავსებაში აი მაგ ხო არ ალბომში ვიბაზროთ მაგაზე ანუ Trent Reznor-ს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვნა თუ გინდა გეტყვით ძალიან საინტერესო მე ძალიან კარგად მაქვს შესწავლილი მაგის ესა რა მინდი არის Trent მაგას Reznor-ი მამა არის არის suburban ამერიკაში დაბადებული ტიპი, რომელიც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან არის, მაგრამ ამ suburban-ებს რაღაცა მიუკაცრიელი ქალაქიდან არის, სადაც არაფერი არ ხდება და იმ დროს ლაპარაკობთ მე და გიგი, shout out გიგი, ჩემი ძმა, ბენდში ერთად ვართ და მაგასთან ერთად ლაპარაკობთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე კიმნეული ცხოვრება ალბათ აქ ეგეთ ბავშვს რომელიც იზრდება იქსაც არაფერი არ ხდება, მაგრამ თან არ გაკლი არაფერი, არანაირი ტკივილი არ გაქვს, არანაირი რაღაც არ გაწუხებს, რავი, საჭმელი სახში არის, ყველაფერი გაქვს, მაგრამ თან არაფერი არ ხდება გარშემო რა და აი ამ რაღაც ციცარიელეში რო არის გაზრდილი, მაქედან მოდის აი ეს ისა რა. თავიდან იყო Slam Bamboo არის მაგის პირველი ბენდი, რაღაცა ძალიან აი 80-იანების თუ რაღაც ეგეთი ის არის და მუშაობდა მუსიკალურ იმაში ხმის ჩამწერ სტუდიაში დამლაგებლად. სტუდია რომ თავდებოდა, მე ამ აპარატურასთან access-ი რო ქონდა, მუშაობდა იმებზე. Broken EP იყო პირველი რაც ოფიციალურად გააკეთა და საკმაოდ მძიმე იყო. ეს კი Broken EP-მდე ის ქონა შეწერეს რა ქვია Pretty Hate Machine-ი, რაც ძალიან წარმატებული იყო, მაგრამ საკმაოდ მძიმე იყო და მე label-მა უთხრა რომ კაროჩე უფრო გავალაითო თუ რაც ამას არა. გერმანული თუ ინგლისური label-ი იყო პატარა. აი ეგ დეტალი არ ვიცი, მაგრამ ის იყო რომ უთხრეს რომ ცოტა უფრო ლაითი გაკეთო, ამას რა თქმა უნდა ეგ არაწყობდა და არ დათანხმდა მაგაზე და მე ცოტა ხანი გაქრა. მე Jimmy Iovine აღმოაჩინა და Jimmy Iovine კაროჩე ეხვეწებოდა რომ Jimmy Iovine არის ეს რა ქვია Interscope-ის პრეზიდენტი და საინტერესო არის რომ ამ label-ში Eminem-ის არის, Trent Reznor-ის და კიდე 1000 რეპერი და მუსიკა Interscope-თან საინტერესო label-ი არის. ამას Interscope-ზე ნანახი მაქვს დოკუმენტური. და კაროჩე ეს პირველი ეთამაშებოდა Jimmy Iovine-მა უთხრა რომ ყველაფრის უფლებას მოგცემო რაც გინდა რომ გააკეთო და ამან ოკეიო გააკეთა Broken EP რომელიც არის 4 ტრეკიანი საკმაოდ ძიმე რომელზეც ვიდეოს ჩაწერასაც ტიპს აწამებენ მე მგონი თუ რაღაც ეგეთი და აინტერესებდა რისი უფლება ქონდა და რომ ნახა რომ ყველაფერი გაუვიდა და მართლა Jimmy Iovine ეუბნება რომ რაც გინდა ისქენიო ადგა და ის ფული რაც ქონდა ადგა და შედგა ადგა და იყიდა სახლი რომელიც არის ესე რა ქვია ტეიტების ოჯახი რომ მოკლეს ხო იცით Marilyn Manson-ის და აი ეგ სახლი იყიდა და მან ეს ოჯახი რო დაბრიდეს ეს pig დაუწერეს ამ Manson-ის იმეება რა და ეს კედელზე ხო წერია pig Lepig Studio დაარქვა მაგ იმას რა. და ამ სტუდიოში იყო ჩაწერილი ის ghost-ების ჩანაწერები, რაც მერე გამოვიდა ambient work-ად, აქ იყო ჩაწერილი Downward Spiral-ი და Marilyn Manson-ის თითქმის Marilyn Manson-ის პირველი სადებიუტო ალბომი და ყველაფერი ამ სტუდიაში არის ჩაწერილი და აი ეს მძიმე აურის მქონე სახლი, სადაც ოჯახი მოკლეს და კედელზე სისხლები წაუსეს, სტუდიო დაქცია და აქ დაწერა თითქმის ყველაზე მთავარი მატერიალი, რაც აქ დაწერილი და Fragile-იც მანდ არის ჩაწერილი. Fragile-ი მანდ არ არის ჩაწერილი, Fragile მაგის მერე იყო და იმიტომ რომ ეს დამორსპარად რომ გამოუშვა და ძალიან დიდი წარმატება მიიღო ამანაც და Pretty Hate Machine-ას და საკმაოდ წარმატებული იყო ისიც და Marilyn Manson-ს სადღაც რაღაცა ის იყო ნიტო დაჯილდოება ნიტო რაღაცა სადაც ტეიტების ეს ვინც მოკლეს ეს გოგო მაგის და მივიდა და ეუბნება რომ შენო სარგებლოფო ჩემი დის სიკვდილითო და იყენებო ამასო რაღაცა შოკ ფაქტორად რაღაცა და ტრენტმა ზუსტად ამ მომენტში ანუ რაღაცა დაუფლიპდა რომ არც კი მიფიქრია უდესმეო რომ შეიძლება ეგეთი რაღაცა იფიქრაო უბრალოდ მაინტერესებდაო ეს ამერიკული ფოლკლორ რაღაც ისინი ხო ხო როგორი ტიპი არის რომ ანუ აღიქვა როგორც მოვლენად და მე დაფიქრდი რომ ჩემი და რო ყოფილიყო ხო რაღაც ის რომ ვაუ აქ ესე რომ საკულტო ოჯახი მოკლეს მოდი აქ ხა მუსიკა ჩავწერე საინტერესო იქნება რაც მესმის მაგრამ მე რუსებს ადამიანური ფაქტორი გამოდის ხა და როგორც დაფიქრდი ჩემი და შეიძლება და რაღაც მეგო და იგივე იქნაო ადგა და გაყიდა სტუდიო იმასგან წამოვიდა და მე უკვე სხვაგან გაქიდან დაიწყო მუშაობა რა და აი მერე წამოვიდა Fragile-ი და Fragile-ის ხსენებაზე ვიტყვი რომ ჩემი ნომერ პირველი ალბომი არის ყველა დროის ჩემიც რომ მართლა რომ კითხონ რომ ერთი ალბომი რო აირჩიო რას მოусმენდი ცხოვრების მომდეო Fragile იქნება და მარტო მაგას მოусმენდი აი ბულგარეთში ვისვენებდი 2001 წელს და მაღაზიაში შევედი Nine Inch Nails-ს და მან გაიჩითა 2 კასეტიანი ვინილი მაქვს მაგისი 4 ფირფიტა არის ეს ფირფიტების კოლექცია ხო მაქვს დისკების კოლექცია უფრო მაქვს რაღაცა 100 დისკი მაქვს არ ფირფიტებზე ვაგროვებ აი რაც უეჭველი მაგრამ მევასება რა და ეს რო ნახე limited edition-ი აი ხელში რო გიჭირავს და ანუ ეგ ასპექტიც მომწონს რომ მძიმე არის ალბომი რა სხვებთან შედარებით ერთი ფირფიტა ორი ფირფიტა ეს არის რაღაცა მასიური და
საინტერესო ის არის, რომ ორი ტრეკი არის ზედ დამატებული, რომელიც არ მაქვს მე მოსმენილი, იმიტომ რომ იდეაში 90-იანებში რო წამოვიდა ეს ლეიზერ დისკების ტექნოლოგია, ტრენტი ყოველთვის მუსიკას წერდა დისკის გათვალისწინებით, იმიტომ რომ ყველაზე მეტი კილობიტი ინფორმაცია უფრო მეტი ეტევა CD დისკზე, ვიდრე სტრიმინგზე, ვიდრე ვინილზე, გინდა კი ვინილები ყოველს გვიყვარს მაგარია, მაგრამ თუ იმენა სუბთა ყველაზე მეტი ინფორმაცია მუსიკა რაზე დაეტევა და რაზეც გაწელავ გაჭიმავს საუნდს, დისკი არის, იმიტომ რომ უფრო მეტი ინფორმაციას იტევს, ამას პროსტო ვერ გაიქცევი ვერანაირად და ტრენტი ამიტომ დისკებისთვის წერდა. დისკი ანუ ოღონდ ის კომპიუტერს არ გულისხმობს ალბათ. იმიტომ რომ 16 ბიტი არის დისკი. როცა შეგვიძლია გქონდეს 24. ეგ რაზე იძახი? ეგ არის ფაილის ბიტები. ხო იცი, აი როგორც თამაშებში არის რა, რაც უფრო მეტი. მე როგორც ვიცი, იმ დროისთვის დისკი იყო ყველაზე ის რა. იმ დროისთვის კი. ხო, და მაგიტომ მაგისთვის წერდა და ფირფიტაზე მე ამის დაპრესვა რომ მოუწიეთ, იქ ხო დისკზე ეგრე არის, რომ seamless მოსმენის ის არის რა, დისკს რო ჩადებ ყველა ტრეკი ერთმანეთზე გადადის რა, ანუ ერთი დიდი მაგიტომ მომწონს ძალიან ეგ ალბომიც და კაკრას პირველი დისკი რომ თავდება და რომ უნდა გამოიღო და მეორე რომ უნდა ჩადო, აი მან მკაფიოდ იყოფა ალბომი მეორე ნაწილად და მე უფრო მძიმდება და ფირფიტანგანს 4 ხად დაყოფი და 4 ჯერ უნდა გადაატრიალო, მოუწია ტრეკის დამატება, იმიტომ რომ დისკში რო უსმენ, მეოთხე თუ მეხუთე ტრეკი ერთმანეთში რო გადადის, არ ემთხვევა, იმიტომ რომ უნდა ფირფიტა ამოიღო და გადაატრიალო და ამიტომ ორი ტრეკი აქვს დამატებული, რომელიც არ მაქვს მოსმენილი მეჯერ და აი ვინილ საკრავის სეტს რო ავიწყობოდეს მე მოусმენი მას სპეციალურად ზუსტად ვიცი რომ იმ limited edition-ში მე რომელიც მაქვს მანდ არის ორი ტრეკი რომელიც ჩემს საყვარელ ალბომში არის და არ მაქვს მოსმენილი და აი მაგის მომენტი მოვა რაღაც მომენტში ისე პროსტო ზერელით რაღაცა იმაში არ მინდა მოусმენი რა კაი სეტაპში მინდა რომ ნახო რა სხვადასხვა ეგ რო ვიყიდე მაგასთან ერთად ვიყიდე White Pony White Pony okay Deftones-ის იცი რა არის Around the 40 უფრო მევასება მე ვიდრე White Pony ვიცი რომ ძალიან საკულტო მე ჩამოვშორდი Deftones და White Pony-ს მე არ მაქვს მოსმენი მართლა ბოლო ალბომი ძალიან მაგარი არის არ მოგისმენია? რომელ წელს? ანუ აი 2025 წლის Deftones-ის ალბომი ვერ წარმომიდგენია. ძალიან კაი არის. ძალიან კაი არის, private music-ია, album cover-იც ძალიან ლამაზი არის და sound-იც მაგარია რა, მაგრამ ეგეც იმიტომ დაწერეს, რომ ეხლა ძალიან გაიწნე და Deftones-ი TikTok-ის და იმების გამო, იმიტომ რომ აი ძალიან რაღაცა აი sexy music და აი გოგოშკების ის გაიჩიტა რა ეს Deftones-ის რა. Change ტრიალებს მაგრამ. ხო და ამათაც რა ჩემ მეზე რა ჭკვიანური გათვალე ამ ხელა ბენდი რო ხარ და ამდენი ხანია რო ოპერირებ, უცებ ამ ხელ ყურდღა მოდის. რავი, დავაი მოდი გავაკეთოთ და რავი, ძალიან მაგარი გაყიდვების გამოვიდა და გიგონება Deftones-ი არც წასულა არასოს კონცერტებზე იმდენი ხალხი არის და Deftones-ი როგორ არა შეჩემო. ან მე ხალაგალაგ უსმენ ეს ვიღაცა თუ რამეს მიგრებს, ეხა აღარ მიყვები. მაგრამ როდიდან მოდის Deftones-ი? არ ვიცი, 80-იანებიდან. 80-იანებიდან. late 80-იანებიდან არის, საკმაოდ დიდები არიან რა. მაგრამ 90-იანებში ქონდათ ანუ ეს ისა ადრენალინი Around the World და ისიც რა ქვია White Pony. არჩი მე გვიან დავიწყე Deftones-ის მოსმენა 2000-ების. უფრო 90-იან ბოლოსკენ. შაშან წინ მოვისმენა პირველად Deftones. ისე David Bowie-ს არ გავექცეთ მაგ პერიოდიდან ისე არ გამოვიდეთ. ხო, David Bowie იყო Trent-ის ერთად ტრეკი აქვს. I'm afraid of America. Mike დაუკრეს live-ში და ძალიან გამისწორდა. მე Bowie-ს რა მევასება, იცი? უკვე ისეთი სტატუსი ქონდა 90-იანებში, ნუ მანამდეც რა, აი ვინც ვისთან ერთადაც უნდა და იმასთან ერთადაც წერდა სიმღერას. და აღმერთებდა ყველას. ერთი აქ ისა პლასებო გაკაჩა მაგან. იმიტომ რომ პლასებოს ერთი ალბომი ქონდა ჩაწერილი, პირველი, რომელიც ძალიან მაგარი არის ჩემი აზრით და Bowie მოусმინა და თავისი 50 წლის თავზე იუბილე ქონდა იმაში Madison Square Garden-ში, გამოიყვარა პლასებო უცნობი ბენდი და მაგის მერე ჩაწერეს ერთად სიმღერა ის Without You I'm Nothing. ჩაწერეს არა, უბრალოდ დაუკრეს მაგ კონცერტზე და მაგიდან გახდა პლასებო რა. და კიდე ისა Nine Inch Nails გაუსწორდა Nine Inch Nails-ი წავიდა დუეტი ჩაწერა. ხო და Trent Reznor-ი მაგ პონჩი აიკიდა, იმიტომ რომ ბევრი რაღაცები აქვს მაგას. ძალიან ევასებოდა. Trent Reznor-ი ყოველთვის იზახის რომ მაგისი ყველაზე დიდი ინსპირაცია იყო Bowie რა, ერთადერთი ვისაც უსმენდა ამაში იმ თავის ამ უკაცრიელი მინდა რომ ქალაქიდან იყო Bowie ახსოვს რა და ინსპირაცია მუსიკალური იმისი, ანუ Bowie-ს რომ უსმენე პირველად რომ ეგეთი არაფერი არ მქონდა მოსმენელიო. და საინტერესო ეხლა რა არის, მან კიდე რა იზახი. ჩემთვის Trent-ი არის რაღაცა, ანუ Magnum Opus-ი, მაგის იქით არტისტი აღარ არსებობს ყველანაირად. მართლა ჩემთვის ყველაზე დასაფასებელი პიროვნება არის და მაგისთვის არის Bowie. და ეს რაღაცა იზახის რომ Bowie-ო პირველად რომ გავიცანიო, მივხვდიო რომ ბევრად უფრო დიდი იყო ჩემ თავშიო ვიდრე არისო, მაგრამ ყველაზე ეგრე მოგივა რა, შენი საყვარელი არტისტი ვინც არის, შენი საყვარელი არტისტი ჩემ ვინც არის, რო გავიცნოთ დარწმუნებული ვარ, ანუ მაგას ვიფიქრეთ ყველანი, ანუ ყველანი პროსტო ტიპები არიან რა და აი ეგ ძალიან საინტერესო თემა არის ჩემთვის ყოველთვის, აი ეს
არტისტი და მიუწვდომელობა და ის რაღაცა, რასაც მსმენელი ავსებს თავის თავში იმ სიდიადეს იმ არტისტის, იმიტომ რომ ტრენდი მე რაც მსმენია, მაგე მოყვები ბიჭებმა გაიცნეს, ძალიან უშუალო, ძალიან თავდაბალი, ძალიან ისეთი ტიპი არის რა. და მე თავში მაქვს აგებული რომ ანუ ეს არის რა და მაგასაც ეგრე ქონდა ბოუიზეც და რო იცნობს მე რაღაცა ისინი და ტრენდი 60 არის 60-ის არის კი არა ბოუის ისტორია იცი ლენონთან ერთად რო წერდა რომ ლენონზე ანუ რომ მოვიდაო სტუდიაში გამოვყლებდიო და ნუ ყველას ესე აქვს რა ლენონს ქონდა ელვის პრესლიზე და ასე შემდეგ აუ ტრენდზე უნდა მოგიხო ისტორია მაგარი მე მყავს მეგობარი რომელიც Z4 Zulu იცი ჩემი ბენდი იყო ადრე არა მე ვიცი Young Georgian Loitas და Circus Mircus ეხა Z4 Zulu ეგ როდინდელია შუაში მაგათ შორის არის შუაში არის და ჩაწერილი არის მეგობარი მყავს ინგლისში დიმიტრი ტიკოვერი ვინც აი მაგალითად პლასებოს პროდიუსერი იყო და ესეთ რაღაცა და თბილისში იყო ჩამოსული ჩაუწერეთ ეგ ალბომი და ინგლისში რო ვიყავი რა მაგას ყავდა ბენდი როგორ ისი ხუმრობა ბენდი იყო იმიტომ რომ ეს პროდიუსერი არის მაგრამ თან მაგარი დრამერი და ერთი მეგობარი ყავდა ed harcourt რომელიც თავის პონჩი წარმატებული ტიპია და პროსტა რაღაცა ღამე ჩაწერეს EP და დააგდეს SoundCloud-ზე. ხონდათ კონცერტი რა. და მეც უნდა მივსულიყავი და ვერ მივედი გავში და მეორე დღეს მივედი დიმიტრისთან და მიყვება რომ კონცერტზე ვიყავითო და მოვიდნენ რომ ტრენტ რეზნორიო ჯოშ ჰომი და ჰენრი როლინსი Wow. და მაგათ სიმღერა ქონდა. ეს სიმღერას ქვია Henry Rollins' neck is bigger than his head. ანუ Henry Rollins-ის ისე არის უფრო დიდი ვიდრე მისი თავი. ეხა ვაჩქე აუქციონზე მოვიგე პატარა ეს რა slide piri Henry Rollins-ის 2000 რაღაცა 6 წლის ბელგიის რაღაცა ტურის და გიგის ვაჩქე გიგის ვასება ძალიან Black Flag-ი და Henry Rollins-ი და მართლა იგი არის. ძალიან ისეთი ტიპი არის რა. და კარჩი მიყვება რომ და ჯოშ ჰომიო მე გვეჩალიჩებოდაო რომ წამომყევითო ტურშიო რაზაგრევზეო რა სეპორტინგ აქტად ამ ხო მაგრამ ამათ ყველა თავისი კარიერა აქვს და ნუ არ ცალიათ რა ყველა თავის საქმე აქვს რომელი წელია ეს ეს იქნება 2007 წელი ალბათ ძალიან გასაკვირი იყო რომ პლასებოდან წავიდა დრამერი და ამას შესთავაზეს რომ დრამზეო რა დიმიტრის შესთავაზეს დრამზე ხوار დაუკრავო და ეს პლასებოში? ხო. ვაუ. ანუ პლასებოს პროდიუსერი იყო რა. მეცი არის მაგის ჩაწერილი. მეცი. მეც. ოკეი. მე სუიციდი განიცადა უცებ. გადმოხდა. არა. არ თქვათ. რატო ხდება? ოდა შეესთავაზეს პლასებოში. შეესთავაზეს პლასებოში დაკვრა და ნუ ამან ჩემთვის როგორი გაუგებარი იყოს და ამან არა მე საქმეები მაქვს და მე და უარი უთხრა და და პლასებოს დრამერი არ ვიქნები თუ რა საინტერესო არის ნეტად რა ქონდა უფრო მნიშვნელოვანი ბიჭო რაღაც პონჩი ეხა ხვდები რა ყოველ თვე სხვადასხვა საინტერესო არტისტთან და ბენდთან მუშაობს სტუდიაში ზის ფეხზე გადადებული და ესე ეუნება და ეგ არის მაგის საქმე. დაქორწინების პონჩია. ცოლი მოყავს და всё და პლასებოში უკრავ და უნდა აიტანო ავტობუსში იჯდე და და იგივე დაუკრა. მე სიმართლე რო გითხრა პლასებზე არ გიშდები. ცოტა აი როგორ არის ჩემთვის იცი აი რამოდენი ბენდები არის ჩემთვის რომელსაც დისკოგრაფია აი 90% შეიძლება არ მომწონდეს და 10% შეიძლება ძალიან მომწონდეს. Strokes-ზე ვარ ეგრე. Strokes-ის უმრავლესობა არ მომწონს. რა ვერ ვამუღამებ, მაგრამ ალბომიდან 7 ტრეკი შეიძლება იმენა იცალით უსმინო, მაგრამ ის 3 ტრეკი ისე გამისწორდეს. აი პლაცებოზე ვარ ეგრე. იდეურად მომწონს Strokes-ი, მაგრამ ესე ანუ არ გიждები რა. რაღაც ტრეკები მევასება, მაგრამ ნუ აი ალბომს ვერ მოვუსმენ. ასევე საინტერესო ფაქტი ბარემადგან Strokes-ი ლაპარაკობთ, ჯულიან კასაბლანკასის мама არის ძალიან მდიდარი და მისი მოგონილი არის ტერმინი სუპერმოდელი. Elite look models-ი თუ რაც არის რა იდეაში მე მგონი მაგის რაღაცა აქ რაღაც ხდება მაგის პატარა განშტოება არის ერთ-ერთი ფრენჩაიზი აქ მაგისი არის Elite Models-ის და სუპერმოდელი არის მაგის მოგონილი რა საკმაოდ ნეპო ბენდი არის მაგრამ ნუ ბარემ თუ ნეპო ბენდი არის და აქ იმისაშორო მუსიკა გეთოს კაი მუსიკა გეთონ და აკეთებენ კიდევაც რაც მე მივესალმებ ნეპო არტისტები წამოვიდნენ ამ ბოლო დროს ატყო აი იცი რა არის თუ კარგ მუსიკას აკეთებენ აი თუ გაქვს იმის საშუალება შენ რომ მუსიკის გარდა არაფერი არ აკეთო და ღმერთმა ხელი მოგიმართოს და ძალიან მაგარი არის რომ მაგის გარდა არაფერზე არ გიწევს ფიქრი დავემიდიადე და გააკეთე ყველაზე მაგარი რაღაცა გააკეთე რაც შეგიძლია რა იმიტომ რომ ეხა ჩვენს და ბიჭებიც რომ მუშაობთ რაღაცეებზე
რთული არის ძალიან ვერ წარმომიდგენი როგორ შეგიძლია რომ ამ ქვეყანაში არტისტი იყო და მარტო არტისტობით აკეთო რთული რა ხო შეგიძლია? კი. მაშინ რა ვიცი. ნუ არტისტობაში ყველა ეგრე არის? არტისტობაში ნახე შეიძლება იყო მუსიკოსი. აი ხე მე მაგალითად შეკვეთებსაც ვაკეთებ რაღაც რეკლამისთვის მუსიკას. მაგრამ აიმენა როგორც აი ჩიშ და მარტო ბენდით ხარ და ტურინგ და ლაივებით და მარტო ეგრე? ნუ ალბათ ცოტა 1-2 არის ეგეთი კი. ხო. სტოქტონზე. ნუ მე მეგონი ლეიბლი არც არის იდეაში. ერთად. ხო და ნუ რა ვიცი დარწმუნებული ვარ ძალიან მალე იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ 10 წლის წინ ეგ უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. კი, ეხლა გაცოცხლებული არის ძალიან და მომწონს და მაგარია და აი თითქოს და რაღაცა აი არ ვიცი რა 90-იანებისავით ხდება რა, რომ აი ეხლა მოდის აფეთქება ბენდების, ეხლა იაზრებს ხალხი რომ მუსიკის გაკეთება შეგიძლია თურმე და ინსტრუმენტებს შეიკრიბოს და მუსიკა წეროთ და просто უნდა გააკეთოთ რა და როგორც კივე ერთი გააკეთეს მეორეს დაინახავს და აი ეხლა რაღაც თითქოს აი ესე ზვავი რომ მოდის რაღაცა რომ გორალდება. რა ხდება ეხლა ბენჩი? ვაუ, ძალიან ბევრი რაღაც მუშაობთ. აქტიურად ვართ ძალიან. ეხლა ერევანში მივდივართ. ლაივი. კი, გმოვთ მაგას. სად? რაღაც ის არის რა ქვია, მაგას ჯერ ეხლა იდეის დონეზე რა პირველი საწყისი არის, რომ ვიცით რომ აგვისტოში მივდივართ მან და ეგ ლაგდება ხა იქ თემა. რა ვიცი, ლაივი ქონდა ეხლა წინაზე მონოჰოლში, მაგის წინაც ქონდა ანტენაში, მაგის წინ კიდე მონოჰოლში. და რა სიმღერებს ვინ წერს რა ხდება, როგორ არის? ყველა, რავი, ესე არ არის, რა როლი არ გვაქვს მორგებული არავის რა, ესე რამოდენიმეჯერ, იმიტომ რომ რომელიღაცა ვიდეოში მე ვჩანვარ ესე როგორც რეპავ, შეიძლება ვიღაცამ ესე ერთი ყურის გაკვრით, იფიქროს რომ ფრონტმენი ვარ, მაგრამ ფრონტმენი არც მე არა ვარ, არავინ არ არის, ანუ გიგი რაღაც ეხა ბოლო ტრეკი დავწერეთ, ბასზე უკრავს და სანდრო არის იმას გიტარაზე და მე ბექინგი ვარ და რა ვინ როგორ რანაირად მოირგებს და ხო რა, ყველა equally ვაკეთებთ რა. მაგ ჟანრებსაც ხო არ შევეხოთ, სადღაც რაღაც ტრეკში მიგამსგავსეთ. ნიტო Beastie Boys, ნიტო Rage-ებს. ხო, rap rock-ი, რაც არის რა. აი Rage-ებიც 90-იანების ძალიან Rage-ები მე ძალიან მევასება. აი ძალიან მევასება რა. ვაფშე ყველაფერი რაც მაგ ბენდის გარშემო ტრიალებს როგორებიც არიან, რაც აქვთ გაკეთებული. Audio Slave-იც გევასება? Audio Slave-იც მევასება ისევ ეს გამო რა ქვია. კორნელის გამო. კი, კრის კორნელის გამო ისევ ერთ-ერთი ჩემო სოყოლის ვოკალისტი არის. Audio Slave ისე არ მევასება როგორც Rage-ები ან Soundgarden. უეჭველი. იქ კი, ბაზარი არა. Rage-ი, Soundgarden-ი და მე ის, მაგრამ კი ბატონო. ხო რავი რა, მაგარია რა, სუპერგრუპი შეკრეს თუ რაღაც ეგეთი რა, კი, ცოტა უფრო გაპრიალებული არის, მაგრამ ნუ იდეაში ამოსაღები რაც გქონდა, ამოიღეს და მე გააკეთეს ეს პროექტი, რაც ნუ ეს არის რა, კაია რა. საერთოდ სუპერგრუპები ცუდი იდეა ხოლმე რა. Them Crooked Vultures-ის გარდა. Them Crooked Vultures-ის გარდა. იმიტომ რომ ეგ რაღაცა ძალიან აი თლიანად უსმენ მაგ ალბომს. აი ის მაგ რაღაც რიტუალი მაქვს, რო ხატავ Them Crooked Vultures მაქვს ჩართული ლუპზე მთლიანი ალბომი. მეც რა მევასება მაგაში ყველაზე ძალიან ერთი რო გააკეთეს და всё. დავაი შევიკრიბეთ ბიჭები. აი მეორე ნეტა არ ქნან. ხო არ ունქნან. აი იმიტომ რომ ეგ არის მაგარი რა მაგაში რომ დავაი შევკრიბეთ, გავაკეთეთ, მეტი რა უნდა გააკეთონ მომენტ იდეაში რა. თან იმის გათვალისწინებით რომ საკმაოდ ბლუზ ის არის ალბომი არის. და არ მაწუხებს ეგ, იმიტომ რომ მე ბლუზი მაწუხებს საერთოდ რა. არ გევასება? ნუ აი დამხლელია. არ ვიტყოდი მაგას, მაგრამ აი რაღაც აი მოგრანჟო რაღაცაში რომ ბლუზი რო იჩდება არ მევასება რა. აი თუ გემოვნებიანად არის გამოყენებული აი მე თან გიტარაზეც რო უკრავ, მაინც აი პირველ გიტარაზე ვინსტალოს, პირველი სწავლობს აი პენტატონიკას, რაც არის იმენა ბლუზი არის და მე ხვდები რომ ყველაფერი ამაზე იწყობა თურმე. და ის ყველაფერი რაც კი დაწერილა, ძალიან ბლუზის ელემენტებზე არის გაკეთებული რა, გინდა არ გინდა. და თუ შენ ახერხებ რომ არ ამოგიცნოს მსმენელმა რომ აი ეს მოსმენელი მაქვს, აი ეს ნოტის, აი ესე გადასვლა და იყენე მაგ ელემენტებს, სწორად რავი, მაგრამ სიმარტივე ყველაზე მაგარია ჩემი აზრით რა. შეიძლება ჯოშ ჰომის ეს ბლუზ ლიქები აქვს, მაგრამ ძალიან ფაქტა ბლუზია. იმიტომ რომ მაგის ეს როგორ არის, თვითონ სკეილი აქვს თავის მოგონებული, ხო იცი? ხო, პოლკადან რომ მოდის და ამოღებული აქვს რა, ჩვეულებრივი major pentatonic არის და უბრალოდ ნოტები აქვს ამოღებული და ის ძალიან სველი ინტერვიუ რო არის, ნახე გაკროფლიანობენ ეგ და ის ტიპი რაც ძალიან ცნობილი არის. შეიძლება ნახე ეგ ვიდეო, ჯოშ ჰომი და ვიღაც მაგის ერთი ესა რო არ ვიცი ეს ტიპი თუმცა რომ გითხოვნა შეიძლება დამნიშნულოვანიც არის, მაგრამ ზიან აი ესე სტუდიაში და აი გაკროფლილები არიან. რატო არ ვიცი? უაჩებიანი ტიპი რო არის. კეპკარ ვაფერე ჯაღარი ტიპი რო არის და ზიან და განიხილავენ პოლკას და მინა. აუ ისე მაგაზე გამახსენდა მივმართოთ ადამიანებს ის
გჭირდება რა ქვია. კონდიციონერი გააძრეთ. პარტერს გაგიკეთებთ რამოდენიმე გადაცემაში გაჟღერებით. რამოდენიმე რა აქ ეკიდება და ეწერება და თან ვიტყვით კიდევაც. აი შოუაში დაგიდოთ. არ ვიცი ჯერ სადა ვკიდებ. ხო რა ზაფხული მოდის თუ მოვიდა ჯერ კიდე საბედნიეროდ ისე არ ცხელა და არ ისა კიდე ისე არ გავიაროთ რომ ვინები აი ვიღაცები არიან ვინც არ უნდა გავმაზოთ მაგ პერიოდიდან მაგალითად ანუ ჯერ შენ ნიკეევი და PJ Harvey აი ზუსტად აი მემართებოდა როდესაც Q-აზეც რაღაცები Q უფრო 80-იანებია რა 90-იანი აი ზუსტად ეგ მემართება და ჩვენ კიდე რეპი მოვიწყდება რა ამ ხელა ჟანრი რავი აგერ აი BIG მე ძალიან რეპიდან მოვდივარ რეპზე ვარ გაზრდილი და იდეში მე ბავშვობაში სიყო რომ მამაც ჩემი კი მაგ ჟანრებს უნდა გადავიდეთ ამოცნო აი ხო და ეგ გჭირდა ზუსტად რომ ამაზე ხა ხო მუშო რაღაცა გადავხედე მეთქი ცოტა მომზადებული ვიყო თქო რაზე უნდა ვიყო რამე არ გამოჩეს იმიტომ რომ უზარმაზარი დეკადა არის და სულ რა ვიღაც ახალი Beastie Boys-ი არის ძალიან მაგარი ეს ისა რა რაღაცა გაჭრა ამათ შორის 80-იანებში დაიწყეს სტაჟი და hardcore band-ი იყო, იცი? კი, აი მე Beastie Boys მაგრამ აი იგივე იყო გახსოვს რომ მოუყევი რომ აფეთქება იყო Firestarter-ს უყურებ. იგივე იყო საბოტაჟი რომ ნახე მე Fatboy Slim-ის და მე პირველად რო ეკავდი, ხო Fatboy Slim-იდან რო ვიცოდი ეს ისე რა ქვია, body moving ეგ და მე თუნდაც Beastie Boys და ვაუში Beastie Boys-ი რა მაგარი ყოფილა და აროჩე ეგ და ბექი გასება. აი ბექი ისე მევასება, რომ აი არ ვიცი. აი ხა უსმენდი Melo Gold რომ მოვდიოდი, აი თან რა მაგარი არტისტი არის ბექი და საკმარისად ხალხი არ ლაპარაკობს, როგორი მრავალფეროვანი არტისტი არის, რამხელა დისკოგრაფია აქვს, რეები აქვს ნაკეთები და აი რავი არ ვიცი რა. ბექი არის ჩემ ტოპ 5-ში. რავ, მე მაგრა აი ძალიან მიყვარს. Melo Gold-ი ძალიან კაი არის. Odelay ძალიან მაგარი არის. მე დაჟე ახალი პოპის ლაიფიც მაგრამ მომწონს რა. აი ხო პოპი ძალიან პოპი არის. Hyperspace-ი მომეწონა თუ რა. ხო, მართლა აი Uneventful Days ეგ გამისწორდა. ეს რო არის Midnight Vultures-ი არის ძალიან მაგარი. Midnight Vultures შეიძლება სახელის გამო, მაგრამ ძალიან ვამსგავსებ იდეურად, ოღონდ რას ქვია Era Vulgaris. ორივე არის underrated ალბომი. ძალიან ფაქტაფარი. არა და ძალიან საინტერესო არის რომ ჩემთვის Sex Laws იყო, აი ბავშვობაში სუტრიალებს ეს ტრეკი რა. Need for Speed თამაშობ ამას იმაშები, GTA-ს თამაშობ ეს ტრეკი არის ჩართული და მე მგონია რომ ეს არის ამის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ალბომი და მე რა მოშეთუნ რომ ხალხს მაგრად არევასებოდა და იმ დროს ჩავრთე თავიდან ბოლომდე და ძალიან Peaches and Cream არის ძალიან მაგარი ტრეკი. Peaches and Cream. და hidden ტრეკი რო არის მანდ. Boom 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 ბოლოში არის hidden track-ი. Static X ქვია თუ Bollocks თუ რაღაცა. ძალიან მაგარი არის. კაც მაგარი ალბომი. ბექი არის მაგარი ძალიან რა. რომ ამდენად ჟანრებს წვი და ეგ მე ზოგადად იქ მევასება არტისტში რომ მანახე მაქსიმალური რა შეგილია რა. მანახე ყველა ერთ ჟანრზე რო არის მიწებებული და ერთ საუნდზე და ერთ იმას რო აკეთებ, გასაგებია რა, ოკეი გავიგეთ რა. აი რამდენადაც ხშირ ვიღაცებმა შამფურია მას თქვენ Red Hot Chili Peppers-ი ძალიან მევასება, მაგრამ აი ეგ არის რა, funk rock-ი არის, ერთი საუნდი აქვს და ძალიან მაგარი არის. მოდი Peppers-ზე გავიაროთ, მაინტერესებს შენი აზრი. ჩემი ალბომის საყვარელი ალბომი რომელი არის? Blood Sugar Sex Magic. კიდე? Stadium Arcadium-ის ძალიან მაგარი არის და ნუ ეხ Californication იასნა ხა Frusciantes ის არის რა, შედევრი არის, მაგრამ Mother's Milk-ი არა ხო, Mother's Milk-ი ქვია, ხო? კი, Mother's Milk-ი ძალიან მაგარია. არ ვიცი, რავი, ეს არა, ეგ არის, აი მაგას ვიძახი ზუსტად რა, არა აქვს ეს რა ცუდი ალბომი რა. ყველა იმდენად როგორ არა აქვს ცუდი ალბომი, ბოლო ალბომი მოისმინე. ის რო არის, მეცადე. რაღაც 2 დისკიანი თუ 4 დისკიანი არის რა. კაი, ნუ აი რაღაც მომენტში აი ეგ ბენდები რომელიც ძალიან 90-იანები და 2000-იანები არის, აი 2010-ის მერე რაც დაკეთებენ, ცოტა რაღაცა აღარ მოიხსენიებ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის რომ ოკეი გააკეთეს რა. მე ვარ ძალიან ორთოდოქსი პეპერში. ჩემი ორი საყვარელი ალბომი არის One Hot ხო Blood Sugar Sex Magic და One Hot Minute რომელიც არის ძალიან underrated ალბომი. Airplane-ი ძალიან მაგარი ტრეკი არის. ვაფშე მთლიანი ალბომი არის. კი, ძალიან მაგარი არის. ჩემთვის ბაზარი არა. კალიფორნიაში რომ გაიშთა ძალიან უხერხული იყო რა. ძალიან კი უსმენდი, მაგრამ ცოტა ძალიან რადიოა. ხო, ანუ აი გადახვევა იყო ძალიან, იმიტომ რომ მიჩვეული ვიყავი Peppers-ს, თუმცა განსხვავდება ძალიან. მაგრამ ეგ რო არ ყოფილიყო, ბევრი ვერ გაიგებდა რა. Californication-ი რო არ ყოფილიყო, ბევრი ვერ იმასიზავდა რა. ხო, დაავრცელა მაგით. მე ვაშე Frusciante როგორ გაიჩნდა მან ჩემთვის ეს საგიჟეთი არის, რომ ანუ გიტარისტი აღარ ყავთ და გჭირდება ტიპი და ეს ფანი არის. წარმოგიდგენია რომ ბენდის ფანი ხარ და უცებ მაგის. ხო, რაღაც დასაწყისი ეტაპი იყო მე გაქრა მე. Hello Slovak ყავდა თავიდან, რომელზეც გამოვიდა ეხა Netflix-ზე დევს დოკუმენტური Our Brother Hello
ჰალალ თუ რაღაც ეგეთი ქვია. გარდაიცვალა იქვე 80-იანებში. ხო, მერე? გარდაიცვალა, მერე ფრუშიანტე მოვიდა, რომელიც იყო 17 წლის. ანუ წარმოიდგინე 17 წლის დაკვრას რო იწყებდა პირველი შენი ბენდი Red Hot Chili Peppers-ი. საინტერესო ფაქტი, Slash-ი განიხილებოდა Red Hot Chili Peppers-ის გიტარისტად ერთი პერიოდი. ამ წარმოიდგინე Slash-ი რო იყოს და Buckethead-იც, იცი? აუ, კი, ვიცი. მაგრამ ხო, Buckethead-ის. და მერე გააჯვა რაღაც პერიოდი. მერე გააჯვა კი არა, ნუ ხო გააჯვა, იმიტომ რომ გაფუჭდა. ჩააჯვა. გაფუჭდა, მანდ მოვიდა Dave Navarro, რომელიც არის Jane's Addiction-ის გიტარისტი. სხვათა შორის აი ხო უცებ გადავახტი ფაქტი. Alanis Morissette-ის You Oughta Know ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰიტი არის, მან უკრავს Navarro Flea. აი ეგ დრო არის, მაშინ ჩავწაწე. Morissette-ისთან ერთად? ხო. კაი, ეგ უცებ გადავხდი და მერე ისევ წავიდა. ორჯერ ქონა გასა. მეორეთაც დავიღალევდა, წავიდა და მოიყვანეს მეორე გიტარისტი, Josh Klinghoffer-ი, რომელიც დამხმარე გიტარისტი ყავდა სცენაზე. 10 წელი ეს ტიპი ყავდათ და მაგრა შემეცოდა Klinghoffer-ი, როცა ამან გადაწყვიტა რომ უკან უნდა მოუბრუნდებოდა, ამას გააჯმევინეს, ბიჭი, ყველანაირ მიზეზის გარეშე. გიტარის საუნდი გამორჩეული და ერთ-ერთი Peppers-ების ეგ ფრუსიანტია მან. თან ყველა არა, თავისუფლად საიდან იწყება, Hendrix-იდან იწყება, ეგ დრამერს რა ქვია არ მახსოვს. რა ის? დრამერს. Chad Smith. რომელიც ძალიან გავს იმას, მსახიობს რა ქვია? Will Smith-ი კი არა, Will Ferrell, ხო. ბიჭო, იცი რა არის? იმის და მივხედავთ, რომ ფრუშიანტეს ბევრი წელია კარგი ნოტი არა უღია ჩემი გადმოსახედიდან. ძალიან მიყვარს და დღემდე აი სადმე რო იჩითება სულ უყურებ რა. ანუ კაი ხანია, კაი არაფერი არ დაუკრავს რა. ეგეც არის, მაგრამ კიდე ჩემთვის მე მაქვს ცოტა ისეთი დამოკიდებულება ფრუშიანტეზე, მე იმდენად Hendrix-ზე ვარ გაზრდილი და იმდენად ეგ იყო ჩემი გიტარისტი, რომ აი ეს არის ყველაზე მაგარი და რაღაცა, რომ ის ყველაზე მეტად რაც ფრუშიანტაში მომწონს, არის Hendrix-ის საუნდი, რაც მოსმენი მაგ ძალიან ბევრჯერ რა. და კი, ბაზარი არა. თავიდან უფრო კონდა. კი, ბაზარი არა, აი ეს ჰემერონები და ისინი რა. ხო. პლაჩუგაში უფრო იგზნობოდა, ეხა აი Under the Bridge-ის დასაწყისი, ეხა კი გაგვიჯდა რომ Under the Bridge-ის დასაწყისი, მაგრამ იმენა Hendrix-ი არის ეგ რა. კი, დაჟე იმაში ის ტრეკი რო არის, სახელი როგორ დამოვიდა. წაიმღერე ან ტექსტი თქვი. კლიპში არიან, სხვადასხვა ბენდები არიან. Dani California, ბაზარი არა, ხო. Dani California-ს solo არის იმენა ხო, რა, კი, იმენა Purple Haze-ი არის. ბაზარი არა. ერთხელ ქორწილში ვიყავი, სახაც და ვიღა ტიპი მღერო და ტრალი მღერო და Purple Haze, s'il vous plaît, და მე ჩერდება Foxy Lady. იმ დღეს აღმოაჩინე Hendrix-ის Machine Gun-ი. ძალიან მაგარი ტრეკი არის და იმისგან მოვისმენე ერთი ბლუზ გიტარისტი არის სახელი დამოვიცდა და ძალიან წყინს ვერ ვიხსენებ, ხა ჯაზ კლუბში უკრავს ხოლმე და Hendrix-ის ტრიბიუტი იყო და მათ მოვისმენე პირველად Hendrix-ის სიმღერა პირველად მოვისმენე ქართულის მიერ დაკვრილი ჯაზ კლუბში, აი Machine Gun-ი და ძალიან მომეწონა და აი ხო სეტი ხო არის რა და მივწერე მეთქი ეს რა იმას კენ რა იყო თქო. მაგრამ მე პაპსავი კი ვარ, მაინც Jimi Hendrix experience-ი არის ჩემთვის. Are you experienced? არის საყვარელი. ვეჭველი. Electric Lady Mitch Mitchell-ი და რა ქვია მეორეს? მესამეს. საინტერესო ფაქტი მეგობრებო, შენ აბოლოდ გასაუდინება, Jimi Hendrix რაც კი მატერიალი გამოშვებულია მხოლოდ 2 წელიწადში. არ ვიცოდი. ძალიან კაი. მოიცა Band of Gypsies ხო იყო მე ხო უკრავდა ვიღაცეებთან ამერიკაში. ეგ მე მგონი მანამდე იყო. ეგ იყო მანამდე. საინტერესო, მაგრამ რახან Hendrix-ი ვიძახით. Hendrix-ი იყო ვიეტნამის ომში გაწვეული და ერთ-ერთ დროპზე ეს ვიეტნამში ჩამოაგდეს, ფეხი მოწყდა და კაროჩე ლეზმ იდეაო, ტვინი მომეწყნავა და გენერალთან მივიდა და ჩემი თანამსენიო მებრძოლები ასე თქვა ძმებიო აღმაგზნებენო და ეგრევე გაათავისუფლეს სტადიო და მე განაგზა ეგრე მუსიკის კეთება და სამაგარი გეი კარდი გააზრო უცებ. ესეთი კონტროვერსიული რაღაცა უნდა მოვყო. მე წავიკითხე, არ ვიცი რამდენად მართალია, Hendrix-ის წერილი მამამის. აი ეს როცა წავიდა ინგლისში და დაიწყო აი Hendrix-ის დაკვრა რო დაიწყო, რაც არის, are you experienced? ცეცხლის გიტარაზე კბილები. მამამის მიწერა წერილი რა, რომ არ იფიქრო, რომ რაღაცა
просто ფულის პონტიაო და მაგიწა უკრავო ამასო, თორე არ გეგონოსო რომ გამოყლებდიო და ახლობით ეგეთი ტექსტი იყო. და ეს მართლა იგულისხმა თუ просто მამამისი დააწყნა რა. არ ვიცი. ანუ ბუჭველი მამამისი დააწყნა რა, აბა ეხა როგორ შეიძლება რომ იგაკეთო რა და მაშინ ხასუს მე ყველაფერსაც წარმოადგენს რა, უეჭველი ეგრე ეთყო და. მოდი ჩვენთვის ეგრე იყოს, იმიტომ გაფუჭდება მე. იმიტომ რომ არ ვიდეო წრავდი რომ ჰენდრიქსი ფულის გამო აკეთებდა ყველაფერს. ეგ იმას გავს. ეგ იცი ეგ ისტორია, ეს რა ქვია, ჰენდრიქსის ერთ-ერთი პირველი კონცერტი იყო ლონდონში, პატარა კლუბში და გიტარის აწყობა, ვერ აწყობს ამ გიტარას და ერიკი ხო არ არისო ახლა რა, ერიკ კლაპტონზე. ეგ პერიოდი იმიტომ რომ ერიკ კლაპტონი გაფუჭდა ვაფშე ჰენდრიქსი რომ გაიჩიტა. იმიტომ რომ ღმერთი იყო კლაპტონი და უცებ შავკანიანი იჩითება, რომელიც შოუმენი კი არა რა. შედარება არ არის ად კლაპტონის გიტარა დღეს რაც არის, ანუ ჰენდრიქსის დამსახურება არის რაც არის. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, სტივი რეი ვანი უფრო მევასება მე. მართლა მე არ ვიცი ესე კარგად. მან ვერ გამოყვები. ჰენდრიქსი ოღონდ ტეხასელი და 10 ჯერ უფრო აგრესიული 12 გეიჯებით უკრავდა ძალიან მაღალი ექშენით და სუპერ შოუმენი იყო და ძალიან სწრაფად უკრავდა და ნუ ის იყო რა ანუ ჰენდრიქსი არის ოღონდ უფრო აგრესიული რა მაგრამ ჩემთვის აი როგორც აი გიტარის მოსმენის მხრივ რეივონი უფრო მევასება მაგრამ ნუ ჰენდრიქსი რო არა რეივონი არის ხო კარგად არ ვიცი რაღაცები მოსმენილი მაქვს მაგრამ რაღაც ლაივები ნაკმაρα ის ქვია რა ქვია ხო აი ლაივები აქვს ძალიან მაგარი რა ხო რაღაცა რა ქვია მაგ რაღაცა გადაცემას ქვია სადაც არის ლაივები ხშირად. აუ მე მეინტერესებს შენ რას ფიქრობ ჯო სატრიანიზე. მაგრამ დიდია. ხო? კარგია. და სტივაიზე? გაუმარჯოთ სტივაი, მაგრამ მე სტივაი ძალიან არ მევასება. არ, აი ხმა მათქმენით. სტივაი ზუსტად იქვე წავიდეს სადაც ჯო სატრიანი, უბრალოდ ჩემთვის ძალიან უცნაური ფაქტია რომ სტივაი უკრავდა ფრენკ ზაპასთან შეჭ. და ფრენკ ზაპასთან თუგეთება ზაპარაღას აკეთებდა, ერთად რას იმშობოდნენ. ანუ ზაპასთან უკრავდა, ზაპას გაზდილია იმინა რა და ბიჭო, ეგეთი როგორ გაიზარდება? რა განვითარდა მე ეგ ისე, ანუ თავიდანვე ეგ იყო უბრალოდ. არ ვიცი რა, საის ვაი ძალიან სპორტი არის რა. კინგ კრიმსონზე რას ფიქრობ? აუ რა ვიცი, ძალიან მაგარი არის. მოსმენდი რა, კარგად. კინგ კრიმსონზე კარგად არა, მაგრამ აი ის რა გავლენაც აქვს და ისაც წარმოადგენს და ყველაფერი კარგად არ გაქვს მოსმენელი, შენ რაც გონია კინგ კრიმსონი ეგ არ არის კინგ კრიმსონი. მე კინგ კრიმსონის მაგ როგორ დისციპლინი ალბომი 82 წელია თუ რაღაცა. მე მაგ ნიტო დისციპლინი century-ის კიცოით მე აი ეგ არის ის არის სხვა რაღაც, ის არ ტროკია. ეს არის 80-იანი წლების გაიჩ სხვა ვოკალისტი გაჩითეს. ადრიან ბელიუ, რომელიც არის ვაფშე სხვა რაღაცა. და დისციპლინს მოусმინე. არ არის მძიმე ალბომი, უფრო პოპულარი, მაგრამ ძალიან რთულ თვლებში და რაღაცეები. ერთი ტრეკი მაქვს მოსმენილი, იმისა. აი, ბარემ რთულ თვლებს და მიზვალ ბარაკო. მე ვნახე ის იმაში იყავი, ფაბრიკაში ერთი ბიჭი არის საუნდროს კითხა რაღაცა და შენახსენი ალბომი ჯორდი გრიპის. ხო. მე ძალიან მომწონს ეგ ალბომი და მე ვერ შეიძლება თქვი რომ მოსმენე ხალხსო და არ მოეწონა, გამიგვიდა. ძალიან მაგარი არის. ძალიან საინტერესოა. ძალიან მაგარი არის. აი ჯორდი გრიპი, ეხლა ველოდები ახალი ალბომი და გამოვიდეს. Black Midi მოგწონს ხო ალბათ? ბიჭო, იცი რა, ჯორდი გრიპი უფრო მომწონს ვიდრე Black Midi. საუნდი უფრო კაი აქვს. უფრო მოსასმენია. ის არის აი უნიკალური არის. ტვინი მткиვა ცოტა რა, Black Midi-ზე რა. კაი, მაშინ ბარენ ახან ჯორდი გრიპზე არის, ეგ ალბომ ქოვერი მე ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი არის. ალბომ ქოვერებზე რას ფიქრობ ზოგადად? უმატებს თუ არა ეს მუსიკას იმას რა წონას და თუ თქვათ მაგათად კარგი ალბომი არის და ცუდი ქოვერი აქვს მაგაზე რას ფიქრობ მე მჯერა იმისი რომ ქავერი თუ მოგწონს მუსიკას მოგეწონება ანუ ჩემი გამოცდილებით ეგრეა რა ამირჩევია აი რეკორდ შოპებში დავდიოდი ადრე ინგლისში და ამირჩევია პროსტა ქავერი და ყველა ვარიანტში მოგწონს რა თან ასევე არტისტს რო უსმენს აი Spotify-ს ის რა რაღაც Discovery რაც არის რა ჩარტო შახულზე ამოდის რაღაცა მომეწონა მაგრამ ვა რა მაგარია და აი რო დავხედავ და ალბომ cover რა ცუდი აქვს ეს იმაზე მიმანიშნებს რომ ანუ აი ამ ასპექტში რატო ვერ ხარ კაი რა აი მართალი აი მუსიკას ანუ ისე კი არ არის გაგივარდა ეს ტრეკი ეგრე გამოდის Radiohead როგორც მუშაობს ალბომ cover-ებზე ზუსტად ის ანუ როგორც მუსიკაზე მუშაობენ ეგრე მუშაობენ ცალკე ტიპი ყავთ Radiohead-ის სტაფში ყავთ ტიპი რომ ხატვარი რა ამ moon shaped pool-ი არის ალბათ ჩემი ყველაზე არა King of Limbs აქვს ძალიან ცუდი cover-ი უნდა შევაღიაროთ ეგ King of Limbs ვაში ცუდი ალბომია კი ოკეი ბაზარია რა კი ძალიან რაღაცნაირი არის რა მაგრამ დანარჩენი ყველა ძალიან მაგარი არის Bands-ის ალბომ cover-ი ძალიან მაგარია, OK Computer-ის ძალიან მაგარი არის, In Rainbows-ის ძალიან მაგარი არის, აი რა. Rainbows ბიჭო, ისეთი ალბომია, რომ არ ვიცი, სულ რა ვიცი, არა. თან სულ ლევდები იმაზე, რომ 2007 წლის ალბომი არის რა, ხო? 7 2007 წლის ალბომი არის. თითქმის
20 წელი ბიჭო. წარმოგიდგენია. ინრე მე ვარ 25-ის. რას ლაპარაკობ? ანუ შენ In Rainbows მერე დაიბადე? არა, In Rainbows-ამდე დავიბადე 7 წელს. 25 ხარ ბოდიში ხო? ხო, Rainbows-ი რო გამოვიდა მე ვიყო 7-ის. მაშინ არ გუსმენდი, მაშინ გუსმენდი მე მახსოვს ბაღში დავრბოდი ვიძახდი მე System of a Down-ს უსმენ მეთქი და არავინ არის თუ შენ ზოლაპარაკობდი, მაგრამ შენ 25-ის ხარ. 25-ის 2000-იანი ვარ მე 4 ნოემბერს დავიბადე. 2000-ში ჩვენი ვიდეო გადაღებული 99-ში. Yellow Duck ნანახი გაქვს? არა. 2000-ია გადაღებული. ნუ რაღაცა. ჩემი და ამის music video არის Yellow Duck. შენ რო დაიბადე იმ წელს არის გადაღებული. საოცრება არის, ჩემ ხელა არის ესე კი ეგ. კი. ტრეკი თუ კლიპი? ორივე, ხო. საინტერესოა ეცარ. ხო არა, მეც რავი 99-ში გამოვიდა Fragile, რაც ძალიან ვასე ალბომის გამოსვლის წელი რო 99-ია თქოს, აი გარდამავალი. 99-ის არის ასევე მე მგონი ისიც OK კომპიუტერიც. ხო, 18-ია. 18-ია? და ხო. საინტერესო არის. თან In Rainbows вообще არ იყო. In Rainbows-ი სულ მგონია რომ არის 2017-ის ალბომი. რატო? არ ვიცი, რაღაცა იქ ასოციაცია მაქვს რომ ახალი არა და ეგ იყო პირველი რომელიც გამოუშვეს ემეთი. უფასოდ გამოუშვეს. ლეიბლიდან წამოსულები იყვნენ, ხო? მაგარი. მე მაშინ ფული არ მქონდა და 0 გადავეხადე. თუ ერთი პენსი. არ ეწყინებოდა ჩემი აზრით. სამაგეროდ ბილეთი ვიყიდე კონცერტზე და In Rainbows-ის ტურის პირველ კონცერტზე ვიყავი. სად? Victoria Park-ში, ლონდონში. ინგლისში არ ვარ ნაყოფი. კარგია ინგლისი? გააჩნია ყველაფერი თბილისი კაია? ძალიან. ხო, შენთვის. ხო, ჩემთვის ძალიან კარგია, ხო, ვიღაცისთვის შეიძლება ცუდია. ზუსტად ეგრე არის ლონდონი. ეხა არ ვიცი, მე ბოლოს ლონდონში ვიყავ ერთეს 12-ში თუ რაღაც ეგეთი რა. ეხა რა ლონდონი ისე მალე იცვლება, რომ ვაფშე ჩათვალე რომ არ ვარ ნამყოფი რა. აი მაინტერესებს ძალიან როგორი არის შენგენის გარემყოფი ქვეყანა, იმიტომ რომ მარტო ევროპაში მიმოგზაურია მე და რაღაც მომენტში მეტროსადგურები, ისინი ყველაფერი რო ერთნაირი არის რა. აი მამაჩემი აი მაგას რო გაცდები. ხო, მერე იწყება მოგზაურო. მამაჩემი ცხოვრობს ვენაში, დირიჟორი მამაჩემი და ვენაში ეს მეტროს სისტემას რო ნახულობ, ვაუ, საოცრება არის. მერე ბერლინში ჩდები, იგივე ოღონდ ცოტა ბინძური, მერე ჩეხეთი ისე და ყველა მეტრო ერთნაირი არის აქ და რაღაცა ეგ კულტურული შოკი აღარ აქვს მეტროს, მე მეტროები ძალიან მიყვარს თამაშიც. და ინგლისში ვიცი რომ სხვანაირი არის და ნიუ-იორკის ის რა და აი მაგით მაინტერესებს. მე არ ვარ ნამყოფი. შენგენის იქით ამერიკაში ნამყოფი ხარ? არა, ამერიკაში საერთოდ არ ვარ ნამყოფი. არა, ინგლისში. ამერიკა გვაინტერესებს როგორ. საინტერესოში. აი ჩემთვის ბოლოს, აი უკვე ევროპაში მართლა არაფერი აღარ მიშვება არაფერს ისეც. ისრაელში ვიყავი რამოდენიმე წლის წინ და აი უკვე სხვანაირი პონტი გაიჩნდა და მაგრა გამისწორდა რა. საინტერესო იქნება მაგე. ხო, აი ძალიან რაღაც განსხვავებული იყო რა და ეგეთ ევროპაც, აი ევროპაშიც მირჩევნია აი საბერძნეთი უფრო საინტერესო არის. ხო, არ არის ისეთი ევროპა, ხო? ეხა ვიყავი ათენში და აი ძალიან ძველი რაც არის, ჩემს სტამბული იყო ეგეთი აღმოჩნდა. სტამბულიც კაია. ათენზე მე ის მქონდა რომ ველოდები რაღაცა კულტურის კერა და რაღაცა ჩავედი და უსასრულო ქალაქი არის. არ მთავრდება ამ უსასრულო არსად არ არის. სუ შენობა. ჰა? ათენში. ათენში დაბალი შენობები მიდიხარ და ერთი აკროპოლისი არის და dalში სუ სახლები არის რა. ანუ იმენა უსასრულო ლაბირინთი იყო რა. ანუ არქიტექტურულად არ არის საინტერესო ათენი ხო ხარ ნაყოფში თუ? ათენში არ ვარ ნაყოფი მგონი. აი სიმართლე რო გითხრათ არ მეწყინოთ არავინ ათენი დიდი ისეთი რაღაცა გასაოცარი არის. ალბათ ეგეც იმიტომ რომ თავში ვისთან ერთად მოხდები, სად მოხდები? თავში რა წარმოდგენას. წარმოდგენა მე უბრალოდ ძალიან მაღლა ავწიე რა. ტრენტნორის და ბოვის არ იყოს ათენი მგონია რომ მეთქი ახლა ჩავდივარ ღმერთების ქალაქში თუ რაღაცა. იცი რა შეიძლება რა ნაწილში. ესეთი უძველესი რა ხან არის? იმ ხელა განშენება მეც რომ ეთყობა აშკარად რომ აი და რეალურად სტამბულის ნაწილი რომელიც არ არის საინტერესო საერთოდ რაღაც ნაწილი რომელიც გამოსაყლავებელია. პარიზი ჩემ თავში წარმოდგენილი მქონდა სუ პატარა სახლები, სუ მხატვრები და სუ ფრანგული ღარმონზე უკრავენ ვიღაცები და მართლა ეს წარმოვიდგინე და რაღაცა რომ სუ აი იქ ვიღაცა ხატრები ჩემთანაც ჩაკუკა და რო ჩავედი ბიჭო ლონდონი გაიჩნდა შემდგეს რა შეჩემა რა ლონდონი მაგრამ მე უკვე მივხვდი რომ ეგ რაღაც ჩემი მოლოდინები რაღაცა რიგითი ევროპული ქალაქი იყო ვენეციაში აი ვენეცია ძალიან მაგარი არის რა ხო აი და მამაჩემი სიტყვები არ მახსენდება არ მოვიწყდება მამაჩემი ბალეტს უყავდა ახალგაზრდობაში და ნუ იდეაში ყველა კონტინენტზე არის ნამყოფი ანტარქტიდის გარდა რა ყველა ქვეყანა ნახე ყველა კულტურა ნახე აქ და
აი ვენეცია ხარ უნდა იყოს ახლა ისეთი რომ გამოკვირვოსო და ძალიან მაგარი არის მეც რო ჩავედი ბილეთები მიყიდა მაჩუკა მახსოვს რო ჩავკითხე შაშან წინ აი რავი ზღაპრული არის რა რეკლამები არ არის არსად მანქანები არ არის ხო არა არ გაგუფლება რომ რეკლამა გააკეთო აბრა თუ აკეთებ რაღაცის აბრას უნდა უცებად მორგებული იყოს იმაზე რა გარემოზე მანქანები არის ჩვენ ხო რა თქმა უნდა და ტრანსპორტი მანდ არის ერთი მარტო გრან კანალი არის შუაზე იყოფა ვენეცია სადაც ერთი ესე ორი ავტობუსი ზოლი არის არის გემი ესე მიდიხარ და მეორე არის გარშემო რაც დადის რა შიგი ქალაქში ფეხით მოძრაობ და საინტერესო ფაქტი გეტო ტერმინი მოდის ვენეციაში არის ესეთი პატარა უბანი რომელსაც ქვია გეტოსაც ებრაელები იყვნენ ჩასახლებულები და მაქედან მოდის გეტო სიტყვა ხო და გეტო ორიგინალ გეტოში ვიყავი კარში ვიტყვი არაფერი განსაკუთრებული და ის არის სულ ძველი არქიტექტურულად ხო ყველაფერი არის უძველესი რა ახალი არის მაქსიმუმ რაღაცა ანუ არა მე მგონი იმენ არაფერი არ არის რა სულ წყალი არის ნავები დადის და ძალიან ზღაპრული არის რა აი წარმოიდგენო ეს არის გვერდზე რაღაცა კუნძული მაგრამ ლიმა ქვია არ მახსოვს სადაც შუშის ეს ისინი არის რა აკეთებენ ვაზებს სადაც მაგ კულტურა მაქედან მოდის რა და მან ღამე ვიყავი რაღაცა 11-ისკენ და ანუ ქალაქში იყურები და გონია რომ ანუ მუყაოსი არის რა ხელი როკრა გონია სახლი გადავარდება იმიტომ რომ ვერ წარმოგიდგენია რომ აი ასეთ არაფერი არის არც რეკლამა არც ვიმე არ ზის პროსტო სახლი შენობა დაკეტილი ხო და ეგეთი ქალაქები სადაც არ ჩაერია თანამედროვე არქიტექტურა აი რაღაცნაირად შენარჩუნა და საინტერესოა ეხლა ის დიდი ქალაქები ათენს და სტამბულს და იმას რო ვიძახით როგორც თბილისის რაღაც ნაწილი ძალიან ზღაპრული არის ხო თბილისის რაღაცნაირი მაგრამ იმხელა გახდა რომ ის შეჭმულია ანუ იქ თუ არ მოხვდი და არ დააკვირდი და ახმასაც გიქრობს ეს ჯუნგლები იმისი რა ბიჭო ჩვენ გვაქვს ჰერიოს რუბრიკა ესეთი hidden gems ცდილობთ რომ ამოვატივტივოთ ზედაპირზე. გექნება რამე ისეთი სიმღერა რაც მაქვს ერთი რომელიც ეხლა ხანს აღმოაჩინე. მე რაც მუსიკაში შევდგი ფეხი და დავიწყეთ აქტიურად მუსიკის კეთება, უფრო დამაინტერესა რა ხდებოდა, იმიტომ რომ მე გაი 2000-იანებში დავიბადე, გავიზარდე ძალიან დასავლური გავლენით, ეს ამერიკა, ინგლისი, ამაზე როგორ ვისაუბრეთ. მეთქი აქ რა ხდებოდა, კაი, ჩარკვიანი ვიცით რო ეს არის რა და მე რაღაცები გაიჩნდა. ერთი არის რკინის რაინდი არის ერთი, მაგრამ რკინის რაინდს რომ მოусმინე, ცოტა ძალიან დამღლელი მეტალი არის, აი რაღაცა Iron Maiden-ის და Judas Priest-ის ჟანრი და მე არ მიყვარს ეგ, მაგრამ ერთი ბენდი შეხვდა, რაც ძალიან საინტერესო არის ტიპი, ეს როგორც მღერის ეს კაცი და რა მუსიკაც კეთდებოდა. ეს არის რეცეპტი, იცით? ხო? ხო? ხო, მე არ ვიცოდი, იმიტომ რომ თქო უნდა ხა მე 90-ში არ გამოსვედი და მოდი მოვასმენოთ ხალხს რეცეპტის ნუმატყუებ. ძალიან კაი. ამას რო აკეთებენ 90-ში საქართველოში საგიჟეთი არის რომ ამას აკეთებენ. ჩემთვის ამას დამშვი. მე ეს ალბომი მოვისმენთ. თვითონ ტიპების როგორი საინტერესოები არიან. 1990. მე მოვისმინე 93-ში ალბომი. ატარავად 13-ის. და მაგ გავიზარდე. ამას რომ მოვისმინე. ბენდი არის თუ არ ვცდები, დრამზე არის ვოვა ვარდანიანი, გიტარაზე არის ზაზე სახამბერიძე, ბაზზე არის ჯოზეფა და ნუ ლადო. მე მიყვარს ეგრევე რო იწყებენ. Let's go. ტაისტია სიგიჟე. რა რეალობაში აკეთებენ ამ მუსიკას? ვისთვის? შეცვლი არავისთვის რა, ანუ რომ აი არის ხალხს არ აქვს მოსმენელი ეს არაფერი. ჯერ როდის დაამოღამა საქართველოს დასავლური მუსიკა და ესენი რას აკეთებენ 90-ში. აი რაღაცნაირი ჩემთვის დამხატა ის ბასრი რეალობა როგორც იყო რაღაცნაირი ეკლიანი და საშიში და იმ ოპრესიის მერე რა თან საბჭოთა კავშირია ჯერ კიდე ხო? ეხლა არის რთული გამბედავი და ისეთი პროვოკაციული რაღაცების სიმღერა, იმიტომ კაცმა ერთის ვიღაცა ბაბუამ რომ მოусმინოს და Facebook-ზე დაგიწეროს და მაშინ ხო? ანუ ეგ არც ის მოდა რა, ეხლა
ეხლა ვცელდება და ყველა შეუძლია რომ რაღაც თავის კომენტარი გეც. ეს იყო რაღაც 20 კაცი უსმენდა ამას. მე როგორც ვიცი, ბერლინში აღმოაჩინა ვიღაცამ ეს დისკზე და მე ჩამოიტანა და გაამრავლა და აქ იმასკნა. ეხლა რაღაც ბლოგზე დავიკითხე ეგ. არა, ნახე. მაშინ არა, ეს იყო 2000-იანების დასაწყისში მოხდა ეგ არა, მეგონი. ეგ რაღაცა კანადელმა დაბეჭდა, მე მაგის ფიფიტები გვაჩნდა რა, გამოცა ეგ ალბომი. იმენად კივილის ამოღება რო არის რა, აი ეგ ყველაზე მაგარია რა. საოცრება არის, მაგ დღემდე ვგიშდები რომ ის. ეს და ოდნა უკეთესი ხარისხი ხარ. ნუ ეხა საუნდი. კივი აი იმინა სიკვდილია. თან ულამაზესი. და ქართულ მუსიკაზე საერთოდ საიდან დაიწყო, საიდან გახდა? აი ვიტყვი რომ სამეურვეში დავიწყე ანიმოსკენი რა, იმიტომ რომ ის ქართულ მუსიკას საერთოდ უსმენდი და არც იდეაში ეხლა თანამედროვე რაღაცებს უსმენ მოკუ მეოსე, მაგრამ ნუ მოკუს ქართული ანუ მოკუ მუსიკა არის რა, ძალიან მაგარი რა. და არ ვიცი არა ხო ქართული თითქმის არაფერი არ მაქვს მოსმენილი. მართლა? ხო, იმიტომ რომ მე ძალიან ისე ვარ გაზრდილი იმენა ინტერნეტი, YouTube და პირველად რა მოახდინა აფეთქება? შენი Firestarter-ი რა იყო? ზოგადად მუსიკაში? ო. ოუф. ანუ გასაგებია რომ შენ ბავშვობაში რაღაცებს უსმენდი, მაგრამ აი შენით რო გაგინათდა რა. ჩემით რო გამინათდა? აი ეხა ხომალურ ბიძახი პავსაჭრეს, მაგრამ ალბათ Stairway to Heaven-ის solo რო პირველად მოვისმენდი და პირველად Stairway to Heaven-ს რო უსმენდი, პირველი ნაწილი ხო ძალიან და ეხა მე რო 11-ის ვარ თუ რაღაცა, აი მეთქი, კიდე ახა ეს თუ რაღაცა რა და მე ერთხელ ვაცადე. და უცებ solo რო გაიჩნდა, მე ვაუ და სხვები ნახე და მე Lynyrd Skynyrd's Freebird-ი იყო, მამაჩნის მახსოვს Skype-ში ვურეკავდი უკრაინაში იყო მაშინ, მეთქი მანახე, მეთქი ეს რა მაგარია თქო და იქ პერიოდი მქონდა System of a Down მევასებოდა ძალიან ბავშვობაში და მე რაღაც მომენტში უცებ ანუ ეს როკი თუ რაღაც გიტარები დავიკიდე და გადავედი რეპზე ძალიან რა და მქონდა უზარმაზარი Eminem's ობსესია და ეს Eminem's დაკრავს ეს გინდა არ გინდა ანუ Eminem's casual მსმენელი არსებობს ან ძალიან გევასება ან გეზიზღება რა და ერთი არ ვარ მაგ ხო ნუ კარგი მე ნეიტრალურად უყურებ აი ჩემთვის 15-დან 20 წლამდე დაახლოებით და მარტო რეპს უსმენდი რა და ძალიან მევასება და მართლა ანუ ეხე ბოლო 5 წელია რაც როკის მოსმენდა რო აი ბოლო ვიტყოდი აი გიტარის სწავლა დავიწყე Arctic Monkeys შეყვარებული მყავდა ჩვენ 18-ისამ გავიჩინე შეყვარებული და რაღაც მინდოდა რომ მე გიტარაზე ვიცი და უკრა თუ რაღაც ეგეთი და აკუსტიკური გიტარა გამოვარდა ჩემი ნათესაოს რომელიც AC/DC ბავშვებში AC/DC მევასებოდა ძალიან ეხა ძალიან არ მომწონს აი ძალიან არ მომწონს და Arctic Monkeys-ი დაიწყო იდეაში ჩემი ეს როკ Arctic Monkeys-ი ვერ მომეკიდა მე ძალიან მევასება იცი ძალიან Alex Turner მევასება როგორც ვოკალისტი ტექსტებს წერს ძალიან მაგრამ არც ერთხელ არ უთქვამს I love you ტრეკში მიუხედავად იმისა რომ სასიყვარულო ტრეკები არის ძალიან ბევრი რაღაც ძალიან მაგარი ვოკალისტი არის და დღემდე ტექსტების წერისას სულ ძალიან ისე მაღლა მიყენია მაგის ისინი იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგრა წერს ეგ კაცი რა ჩემ თვალში Alex Turner-ის ყველაზე დიდი დამსახურება არის ის რომ ჯოშ მეგობარი ხო და ეს Arctic Monkeys-ის AM-ის პერიოდი რო იყო ეს გადაწეული ის და იმენა ჯოშის გავლენა ეგ და დაჟე ისა Saki Tensi არის იმის ჯოშის პროდიუსებული არის რა მე მევასება Tranquility Base-ი მოსმენ ანუ Arctic Monkeys-ის თელი დისკოგრაფია მაქვს მოსმენილი ძალიან მე მაგრამ მომწონს მევასება ხო აი არ ვიცი საინტერესოა შენ ვიცი რომ ბრიტ მუსიკა მაგრა გევასება და საინტერესოა არტიქები რო არ მოგწონს და აი ვერ წაიღო რა მაგრამ აი ეგ არის ძალიან მაგარი რა რო აი ჩემთვის აი რავი ბრიტ მუსიკა არის ძალიან ესთეტიკა მევასება მაგრამ რასაც აკეთებენ აი ხანდელის რაღაცა ეს 70-იანების ესთეტიკა ეხლა რაც აკეთებენ მოგწონს ეს გლაუნჯ როკი როაც არის ესთეტიკა მომწონს ხო ოკეი მუსიკალურად არა საინტერესო არის ძალიან მაგარი არის და თვითონ ალექსი როგორი ტიპიც არის რაც პირველი ალბომია ეს Whatever People Say That's What I'm Not რა იმენ ლუზერები იყვნენ რა მაგ ბენდის მთელი ეს ის რა ესთეტიკა და რაც მაგის გარშემო იყო ის რომ
ლუზერები არიან, სიმღერები აქვს იმაზე, რაღაცა Bigger Boys and Stolen Sweethearts არის ერთი ტრეკი, რაღაც B-side არის მაგეთი პირველი ალბომის, სადაც ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაცა ტიპი არის, რომელიც შენზე უკეთესი არის რა, გოგოებს ისინი უფრო მოწონს, შენზე ძლიერია, შენზე ჯანიანია რაღაცისა და აი ეგეთი ისინი რა, სუსლიკა ვიღაცა ლუზერი ბიჭების ის არის და მე უკვე თან ფრონტმენობა არ უნდა და მაგ ბიჭს ვაფშე რა, ბასისტი პირველი ალბომი რო ნახეს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, წავიდა ბენდიდან, რომ ამ ხელყურადღებას მე ვერ გაუძლებ, ასე ხარ არტი მონგის პირველი ალბომი და აუ მე ვერ გაუძლებ ამასო და ადგა და წავიდა ბასისტი რა და მე გამოუშვეს ყველაფერი და ალექსმა მე კოკაინის გაიგო რა არის, მე ცოტა ის როკსტარული ის მოიგო ჯოშიც გაიცნო და მოირგო ეს როლი რა და იქ მომწონს ძალიან იმაში რომ ეს გარდაქმნა განიცა და ამ იმან რა ქვია შეფილდელმა ბიჭმა რომელიც დეში რა არა ხო გარდაქმნა ლუზერა იყო და უცებ გახდა როკენროლა და რაღაცა რა და შენ გევასება არ თქმა ბიჭო ისე რაღაც მოპოპოთაღო ქვავთ სავით არის უკვე 2000-იანებია, სადაც აღარ უსმენ. 2000 წელს 2002-ში გამოვიდა Whatever People Say I'm That's What I'm Not და მე მოყვა მთელი დისკოგრაფია და რამდენადაც AM-ზე არ უნდა ლაპარაკობდეს ხალხი რომ აუ ეგ პაპსა AM-ი რო არ ყოფილიყო მე გიტარას ხარ დავიჭერდი შენ რასაც იძახი რომ ისე შემოვიდა ანუ არამაგ სუბკულტურიდან ტიპმა უცბად ის მოირგო მაგას ხო გამოვლინება შესაბამისია და არ გეკიდება ახლა უყურებ როგორც ისეც კი ეტყობა არ დაგიმალო და ეტყობა ეგ ნამდვილად რომ ნასწავლი აქვს თუ რაღაცა ბუნებრივად არ აქვს მაგრამ არ ვიცი ყველაფერი სხვა ყველაფერი არა აქვს ბიჭო შენ როგორ გამოგიხსი მამა ჩემი ბაზრობა ხო რამეს რომ მოასმენინებდი თუ არ მოწდა ეს როკი არ არის ბიჭო როკს იმას ჟღერადობით როკს არ გულისხმობ აი ყვერებს ვიცი რასაც გულისხმობ მე ვახსოვს ეგრე მამა ჩემი ხო ის არის რა დირიჟორია კლასიკური მუსიკა ვაფშე სხვაგან ხრა არის ეგ რა და მახსოვს ერთხელ მომასმენინე მოიცა Tyler არა MF Doom-ის რომელიღაცა ტრეკში იყო ისა რო ქვია ვიოლინოს სემპლი რა და მეთქი ამ მომჩემ დირიჟორია რაღაცა მეთქი ის მოსმენი აბა ამაზე ასფიქრებ თქო და ხო რავიო რა ის არისო რა იცი რა აი ნაღდი არ არის აი ნაღდი ხო იცი რა სინაღდე ხო აქ რაღაცა არა ზუსტად ეგ ტექსტია ნებისმიერ ჯერ ბიგი რო აიღო ეხა განსხვავებით ვიღაცებისგან ან იხარასაც უსმენ შეშიმა მეგაპოპს უსმენ მაგრამ ნაღდია რა აქვს რა ისე ეგინც საინტერესო არის ეგ პერიოდზე აი რეპი ხო ეხა ამდენი ვილაპარაკეთ ეხა ხო იმაზე რეპი არის короче საგიჟეთი მან რა ხდება რა იქ ხო იდეაში რაღაც ვიდეო ეხა რო გავაკეთე მე იქ ფრიდომისთვის მან 90-იანებში მოიხსენიებ რომ ანუ ესე ვიძახი რომ დრე დოქტორ დრე იყო ვინც 90-იანების ოქროს ხანას ულიადო და 90-იანებში იყო იდეაში ტუპაკი B.I.G. Jay-Z Tribe Called Quest Snoopy ხო მიუხედავად იმისა რომ Snoop Dogg's ნასი ილმატიკი მე 94 ეგ არის აი პიკი არის ჩემი უსაყვარლესი ალბომი არის რა დისკზეც მაქვს იმაზეც მაქვს ვინილზეც მაქვს რავი რა ძალიან მაგარია ეგეთი ალბომი არც ნას არ გაუკეთებია და არც არავინ ახლოს არ მისულა მაგასთან რა და რეპი ზოგადად რაც მოხდა ეს კულტურული გადატრიალება რა რო აი ხო ამერიკაში იდეაში შავკანიანები ხო სულ იყვნენ ხო დაჩაგრული ეს იყო კულტურა იყო და ეს რეპი ხო მაგათი რაღაცა ძალის გამოვლენება იყო და უცებ რო ტრიალდება რომ რეპი რომელიც თეთრ დომინირებულ კულტურაში უცებ ზემოთ იწევს და ეს რო ხდება ნომერ პირველი ჟანი და დღემდე მოყოლებული რომ ნომერ პირველი არის რა ანუ მაგას ვერანაირად ვერ გავიცევით რომ 2000-იანებიდან მოყოლებული დღემდე რეპი დომინირებს რა გინდა არ გინდა და რაც მე მომწონს რამდენი ხანია ეს არის იმიტომ რომ ეხა ნელ-ნელა ვატყობ რომ ცოტა ტრიალდება ეს ის რა პოლუსი და უკვე გიტარები ნელ-ნელა იჭითება რა მე მევასება ძალიან JPEG Mafia მე ჩემი ნომერ პირველი ეხა აქტიური არტისტები ვინც არიან ვინმე რომ გითხოს ვინ არის შენ ეს ან ყველაფერს აკეთებ ტრეკებს წერს პროდიუსერი თვითონ არის რეპერი თვითონ არის და სიმღერას თუ არის უწევს ყველაფერს თვითონ აკეთებს და სრულყოფილი არტისტი არის ჩემთვის რა და მაგან შემოიღო უცებ მეტალის ელემენტები მაგის ბოლო შაშან წინ გამოუშვა I lay down my life for you ესე ქვია აუ იმენა ნომერ პირველი არის ჩემთვის ეგ რა ძალიან მაგარი ალბომი არის და ეხლა გიტარები ბრუნდება ძალიან მაგიტო არის თან კიდე ჩვენ ბენდში ელემენტებში რაც გვაყამოყენებული გიგის აქ ძალიან ემო პანკ როკ გავლენა, მე მაგ ძალიან რეპ გავლენა და ჩვენ ერთი მაგიტომ მუშაობს ჩვენი პროექტი ესე მაგრად რომ გიგის და სანდროს აქვთ ისეთი გავლენა, რაც არის ბევრად უფრო გიტარული მუსიკალური გავლენა და მე მაგ ძალიან რეპის და მაგ იმას ვავსებთ ესე თქვა და უცებ რაღაც ახალი იჭდება რა, ანუ ქართული რეპ როკი თუ რამეს დავარქმევთ ესე რაღაც ტრეკები რაც გაკეთებული. ხო, თან რეიჯი ძალიან მევასება.
რეპის ტექნიკური ის wordsmithing-ი რასაც ქვია რა, ეს ყველაფერი ეგენი ძალიან მევასება რა, აი და იქიდან მიმართულება ტაილერ კრეატორების და რაღაცა. რა მხრივ ეძახი რას გულისხმობ? ნუ აი ესე რა. ტაილერი მე მევასება იგორამდე, იგორის მერი რასაც აკეთებს ახლა რა. იგორი ძალიან კაი. იგორი ძალიან მაგარი არის. იგორი არის მე მგონი მაგის პიკი, მაგრამ აი მაგის მერე უკვე რასაც აკეთებს, ეს გამოვუშვა ხო? ქრომაკოპია იყო რა, ქრომაკოპია და იმიჯები აქვს რა. როგორც იმას ის რა ქვია, ფოვიშხ ხოლმე იმიჯები აქვს. იმასაც ქონა იმიჯები, Outcast-საც ქონა რაღაც კონცეფცია მაგარი. კი, Outcast-ი აი ანდრე 3000-ი ძალიან არა. აი Outcast-ი მევასებად, თორემ მაგის გაგრძელება Tyler Creator-ი მე თუ მკითხავ. ანუ ამან წამოიღო მე Tyler Creator-ი რაღაც პანჩი მე ესე მგონია რა. Tyler the Creator-ი მოდის აი რომელი პერიოდიდან იცი 2015 აი 2010-იანების შუა პერიოდი გარდამავალი რაც არის მანდ იყვნენ Brockhampton-ი იყო ძალიან პოპულარული მაგ პერიოდში და აი ეს Odd Future-ი იყო ესეთი რაღაცა დაჯგუფება სადაც Earl Sweatshirt-ი Tyler the Creator-ი და კიდე 9 სხვა ტიპი რომელიც უმნიშვნელოა ძალიან ესეთი და არავინ არ გაჩითულა რა მაგრამ აი მაგ პერიოდში გაიცდა A$AP Rocky Tyler-ი და ისინი რა ძალიან გაია ის GPH-ზე არ ვიცი რამდენად ამაზე ტაილერ შეჩემა ძალიან მუსიკალურია ძალიან. ბარემ რახან აქ მოვედით და ლაპარაკობთ ამ იმაზე თემატურიც არის Kanye West-ი რას ფიქრობთ? გამანებე თავი. არა, შენ? სტადიონზე წავალ თუ არა? არის, გევასება თუ არა. ეხლა აქ არის. ბიჭო, არ ვარ მე ესეთი მსმენელი. პრეზიდენტი რო ნახა, ნახეთ აქ ფოტო, AI მეგონა თავიდან. რა არის? პრეზიდენტი რო ნახა ფოტო ნახე. კი. ჩვენ პრეზიდენტს რა ქვია? ვიღაცა მოკლედ. ხო, ჩვენ ხო ფოტო არის რა პრეზიდენტი. ფოტო AI მეგონა მართლა გეუბნებით რომ ზამთრული Kanye West-ი და უცებ ყაվել. ჩამოვიდა უკვე? აქ არის კი ფოტო არის, ფოტო უდოთ. ხო. ისა რა ქვია? გუშინ იყო რაღაც ფოტოები დაიდო. ცაზე არის ამ ღრუბლებში რაღაც აიმე გუში გარეთ ახლა ჩაიჯვა და თურმე განათება თურმე ლაზერები არის რა ხო Jamiroquai გამოგვჭა მაგ პერიოდიდან ისე რომ იცოდი რომელიც ძალიან საყვარელი გიოსება? აუ საღო მაგარი Jamiroquai Traveling Without Moving მაგ დისკზე საყვარელი ალბომია ძალიან მაგარია კარგი რაც ზოგადად ხალხს ძალიან უყვარს ხოლმე და ისევ გიგის ვახსენებ გიგისაც ძალიან გაუკვირდა რომ ეს დისკო პოპ ის Jamiroquai არის ჩემი ტოპ 5 ვიტყოდი რა, იმიტომ რომ არ ყოფილა მომენტი რომ Jamiroquai-ის მომესმინა და აი აბსოლუტურად ხასიათის პიკში არ დამგარიყავი. ყველაზე მაგარი არის რა. და თან ჩემთვისაც გარდა იმისა რომ მართლა ძალიან მაგარი მუსიკა არის, ძალიან სენტიმენტალური კავშირი აქვს, იმიტომ რომ დედაჩემს ეყენა Cosmic Girl ტელეფონის ზარზე და სოფელში ვიყავენ დედაჩემს რამდენი დაურეკავდა ვიღაცა, იმდენი Cosmic Girl იმჩებოდა და ტვინში ჩაბეჭდილი მაქვს რომ ეს მუსიკა მართლა ძალიან მაგარი მევასება. ბავშვობის ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს მაგ ბენდთან, ბევრმა არ იცის, ბევრს გონია. იმ დღეს აღმოჩნდა, ჩემი შეყრობილმა მითხრა, რომ Jamiroquai ბენდიაო, ეგონა Jamie Roquai ეგონა სახელი რა და თუ არ იცით მეგობრებო, Jamiroquai არის ბენდი არის ბრიტანული. რაღაცნაირად მაგარი ფაქტი. კონცერტზე ვარ ნამყოფი ფორმულას რბოლაზე აზერბაიჯანში სტარტდება ხოლმე, ხო კი. და ადრე იძახე? 2017 იქნებოდა თქმა უნდა ეს რამეს ადრე რო იძახის 1-2 წლის წინ ხო აი მერაგარე არა ხო და გამიკვირდა ეხა Jamiroquai кайხანია მე აღარ ავტომატონის ის იყო რა მაგას ხო ქუდების ფაზა აქვს ეს რა ჩემი საყვარელი ქუდი არის ვერცხლისფერი ისინი რა წატეხილები რო აქვს 2002-დან 2005-მდე Traveling Without Moving ის ფაზა ეს რბილი რო არის ხო აი მასში რო არის კი, Virtual Insanity-ის კლიპში რო არის, ხო? ეკლიპის ერთული გადასაღები იყო, თურმე, ანუ ეს სახლი იყო. ძალიან მაგარია და Godzilla-ს ტრეკი არ გევასება, მაგის Deep Underground-ი არის ძალიან მაგარი. სინგლი მაჩუკა ერთმა ჩემმა მეგობარმა კასეტაზე. ვაფშე იგეთ გაგება არ იყო მაშინ. ეგ ტრეკი როგორ აღმოჩნდა shout out to Stockton-ი, shout out to Moku, ტატო რუსია სედო სტორიში უკრავდა Deep Underground-ის riffs, რომ ეს არის ჩემი საყვარელი riff-იო და უცებ გაიჩნდა მეთქი რა არის Jamiroquai-იო და მეთქი ვაუ და ძალიან მაგარია, ძალიან მაგარი არის. Britain Funky და ბასისტი, არ ვიცი სახელი არ მახსოვს. ძალიან ძლიერი ბენდი არის. ძალიან მაგარი ბასისტი ყავდა Traveling Without Moving-მდე ჩათვლით. და მე რაღაცა იჭუბეს და შემდეგი ალბომი რო გამოვიდა, სინგლი გამოვიდა King for a Day. იცი ეგ სიმღერა? აი მე მგონი კი მაგას ქვია Funk რაღაცა ქვია ხო მაგ ალბომს ეს ალბომს არ მახსოვს რა ქვია, მაგრამ კარგი ძალიან მაგარი სიმღერა King for a Day და ეხა ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე რა. ღერის ტექსტი არის რომ ვიღაცას აჯვავს რომ კარში ნუ აშკარად ვიღაცას ერჩის რა და ბიჭო რომ მოусმინე ტრეკს ბასი არ არის მთელ სიმღერაში და მე ჩემ თავში ეგრე წარმოვიდგინე რომ ბასიც დაუწერა კარში მე დავალაგე ეგრე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეგრეა არ დაარესერჩო
არ გაჟღერზა და იყოს და მე ზოგადად მაგას მივხვდი რომ მუსიკაში რაც უფრო ნაკლებ ინფორმაციას გაწვდის და გიღეჭავს ვიღაცა იმიტომ რომ შეიძლება შენ პირად უფრო გრანდიოზულ წარმოდგენა აი ისე Radiohead-ს დაუბრუნდეთ Jigsaw Falling into Place ხო მაგრამ ჩემთვის ეგ ტრეკი არის break up ტრეკი არის ამ დროს ტომ იორკმა არ ვიცი ვაფშე რა დავწერე ბარში მეგობართან ჩხუბზე არისო და ეგ ანუ ხვდები აბსოლუტურად მაგიტო უნდა აცადო ტრეკი რაც არის ანუ არანაირი ახსნა არ უნდა ქნა უნდა გამოუშვა სერჯ ტანკიანი იძახის ძალიან საიმაგარ რაღაცას რომ მე მუსიკას არ ვწერო რა მე უბრალოდ ეს მუსიკა ვარსებობსო მუსიკა არსებობსო და მე უბრალოდ მხვდა წილადო რომ ამაზე ექსესი მაქვს რომ ამას უბრალოდ ამ რაღაცა კოსმიურ ძალასო წვდებიო და ეს რაღაცა ძალით გამომაგდა უშეფოთ რომ მე ამ ტრეკებს არ ვწერო რა იცი რა მაინტერესებს ხო ბარემ დავამთავრებ ის ამაზე Liam Gallagher-ს აქ ის რო არის Don't Look Back in Anger ხო So Sally Can Wait ანუ ეს თან ტერაქტის სიმღერა არის რაღაც ინგლისში რაღაც ტერაქტი მოხდა რომ ეს ამის რაღაცა ჰიმნივით არის და ეკითხებიან რომ რაზე არის ეს ტრეკიო რა და ვიციო ძალიან ჰაი ვიყავიო სტუდიაშიო და პროსტა დავწერეო რა და არის ჰიმნი იმისი და ეგ არის რა მაგიტო ანუ არანაირი ახსნა განმარტება არაფერს არ უნდა ქნა გააკეთებ გამოუშვი და ვინ როგორც მიიღებს მაგას იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება ბევრად უფრო გრანდიოზულად მიიღოს ვიდრე არის ну შეიძლება ვიღაცამ ნაკლებადაც მაგრამ ჯობია რომ იმას აცადო და შეევსოს ის სიცარიელები რასაც მე ზოგადად ვაკეთებ ხოლმე ტრეკს თუნდა ну ყველა მინც მუსიკაზე ვართ თქო ობსესდ ვართ იცი რა მაინტერესებს მე გეტყვი რატო გეკითხები აი რუსულ მაგ პერიოდის თქვა 90-იანების მუსიკასთან როგორ ვიქტორ ცოი რომელი წელები არის ვინა 80-იანი ცოი 80-იანებია მაგრამ მაინტერესებს რა ცოდნა გაქვს აი რუსულზე არაფერი ცოდნა არა მაგ რუსულზე მქონდა ძალიან აგრესიული დამოკიდებულება მთლიანობაში რომ ანუ მეთქი მე რუსულს არ მოვუსმენ იმიტომ რომ აი ეს შანსონები და ბუტილკები რო არის ტაქსისტებს აქვს ჩართული და აბსოლუტური აგრესია მაგაჩენილი მაგის მიმართ ისე ნუ ქვეყნის სიტუაციიდან გამომდინარე და მაგიტო არ უსმენდი მაგრამ რაც უფრო გავიზარდე მე უფრო დავფინე მე ვხვდი რომ ამ ესე კაფიო ხაზის გასმით ვერ შეცვლი ვერაფერს თუ მართლა პოლიტიკურად და იმად გინდა რომ დალაგდე არ შეიძლება ეგეთი რაღაცეები რამდენადაც კი ჩვენი მტერი არის იქ ისეთი მუვმენტები ხდება და ისეთი პანკ მუვმენტები და ისეთი ძაუდები ინფორმაცია არ მაქვს ერთი ის ვიცი რომ MS რა ქვია მას დამოვის და Husky არის ერთი რეპერი, მაგის იუდა მევასება, ტრეკები გადაიღეს, პოპ-ხონდა, ძალიან მაგარი ტრეკი არის იუდა და ვიქტორ ცოის პაჩკა სიგარეტა არის. აი, ანუ ეგ უნდა მეკითხა, ცოი ვიღაცეები, ანუ ესე ახმის დონეზე, სადღაც შემოსულა, მაგრამ არ ჩაძიები ხარ. თუნდაც ზენფირას ვიღაცეებს ისმინებოდა. ვიცი, გამიგია, ვიცი რომ არსებობს და ვიცი რომ ცოი ძალიან მაგარი არის და ვიცი რომ თვითონ მთავრობაც ებრძოდა და ახლა მაგრამ არ გისმენია. არა, მაგრამ პაჩკა სიგარეტა ძალიან. ეგ მაინტერესებს ჩემი და ნიკაკოის პაჩკა სიგარეტა. Cover გაქვთ? არ მაქვს და ძალიან დამაინტერესა ხა უცებ. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგ ტრეკი. აი ძალიან მევასება. დავაი, აი ხო და ეგ მაინტერესებდა ეხლა რომ მაგ პერიოდში დაბადებული ადამიანები როგორ რამდენად გაქვთ ახმა ამ რუსული სამყაროს. არა, მე არა მაქვს, მეც არ ვიცნობ იმესაც აქ. არ ვიცნობ. ვერ გეტყვი, მაგიტომ ჩემით პროსტა იმოსქენი რა, აღმოაჩინეს ავიტკე რომ ვიღაცამ ჩამიერთო პაჩკა სიგარეტა არ მახსოვს მოგე. ერთი ბიჭი არის, პერვი ქვია, მაგას ქონდა ჩართული ცოის რაღაცა ტრეკი. იმაში ხო მუტანტ რადიოში უკრავდა. და ვიღაცამ წყალი შეასხა, იმიტომ რომ რუსული ქონდა ჩართული და იმ უვიცმა არის ცოდა რომ ცოი როგორი ტიპიც არის და ეგ რო ებრძოდა რუსულ იმას რა ქვია, ძალებს და რაღაცას და იმან ეგრევე რუსული გაიგო და აი მაგ მომენტმა მიმახვედრა მე რომ არ მინდა რომ ეგ ტიპი ვიყო რა იმიტომ რომ მე ვიცნობ ვიღაცებს ერთი პარიკმა დალაკი იყო ერთი რომელიც პანკ ბენდში იყო ანტიფა პანკ ბენდში იყო და აი სტატუები და ეს პანკის კულტურა ხო საკისაგიჟეთი არის სკინჰედები და მთლიანები ბავშვი და იქ ლაიზო უკრავდა და მაგასაც ვიცნობ და ხა ეს ბიჭი მოსკოვში არის გაზრდილი აი რუსეთშია გაზრდილი მაგრამ აშკარად ანუ ორჯერ ჩემზე მეტი აგრესია აქვს მაგ ძალის მიმართ, იმიტომ რომ იქ არის გაზრდილი და როგორ შემილია რომ ამას ხაზი გადაუსვა ეგრევე, იმიტომ რომ რუსია რა. გამოხატულება ეგრე მოგცევა არავისთანაც ამ. ხო, არა, არ შეიძლება. ამას არ მოყოლილი ძალიან რაღაცა crazy ისტორია რომ ლაივიო დაამთავრდა დრამერი იყო რა, იმენა ტატუებში დაფარული old school-ში და თავი გადაპარსული და იმენა რა ეს მიმდინარე თუქ ესე და ლაივი რომ მორჩაო გამოვედიო და უცებ ვიღაცა იმენა რუსული ფაშისტი ტიპი მომადგაო იმისი რა, მარტინსები მაღალი შეკრული ის პომპერი თავი გადაპარსული და შენ რა ძალიან თავ ტიპი ხარ ვაშკარად რაღაცაო და ამა როგორც ყვე და ამუღამარო ისო ჩემთან მოდისო აგრესიითო, კაი ვარ გვინდა ვეხა ეს ამდენი ბაზარიო, თუ ჩხუბი გინდაო, წამოვიჩხუბოთ და მიიღე შენი რაც გინდაო, მეც და დავამთავროთ რა, არა მაქვს ეხა თავი რომ განმიხილოთ ეს ამბავიო რა. არ მაინტერესებ, არ გაიდა, წამო, ბაზარია რაო, წავიდნენ რაღაც ჩიხში შევიდნენ და ეს დადგა, აი ესე, პაშა ქვია.
და იმან იარაღი დაუწო და რა ხისროლა. ხარში ესროლა და შამი მანახა რა, თმის მომჭრიდა მანახა, აი აქედან გაყრელი აქ ისე და იქაური ეგენი ძალიან ანუ ზღარ ტიპმა წამოდიო ვიჩხუბოთ და დავევიდო და კამა ხელები აწია და იმან იარაღი დაუწრო რა. ანუ ხო ხტები ხე იქ რა ხდება, ჩვენ როგორ გვაქვს პრეტენზია რაღაც იმებზე, იქ ინდიანა ჯონსი გავუკეთა. აი იმა და ამან ესო როგორც კი აი სიმხურალები ისე აუდიო და წკაპ მოვიქისტეო რა, გავიქეცი და რაღაც მომენტში უზა გაითიშა იმის ის ხელი დაკარგა რა. კოტე გავანდაძეს აქვს თავის თავზე გავლილი ჩაჩექმეს იქ მაგ კამანდამ. სად? კოტე გავი ლედი ჰეროინი მოსმელი გაქვს? არა, სად რა არის? მითხარე. აი მე უცია უნდა ჩამოგიწერო რა. მე ვარ ლედი ჰეროინი 2000 წელს ანეჭეს იღავ. ბევრის. 20-ის. 20-ის. 20-ის აი ხო. რამდენი ამბიღაცენ და. მე ხი კაჩ ლედი. იმიტომ რომ ეგ მინდა რა ხა მე მქონდა ისე დამოკიდებულება. არა რა ისეთ თებ რაღაცებს გეუბნები რომ აი თითქმის დარწმუნებული ვარ რომ გაგისწორდება. ეს ინფორმაცია როგორ უნდა მოსულიყო ჩემამდე ხო ხტები რა ინტერნეტ მე ზოგადად რაც კი მუსიკალურ ინფორმაციას ვიღებ და რამე ყველაფერი არის ძალიან დასავლურ ინტერნეტ იმის გავლენით რა YouTube-ზე რასაც ვნახულობ რასაც მე ერთ ბენდს რო ნახავ აქედან განშტოებებს ვუყვები არტისტს ვნახავ მე იმ არტისტს რა პროექტებზე აქ რომ მუშაობ და თავისებურად ეს იმაშები რა რაღაცებს ხა საქართველოში ეგ არის რომ ანუ ინფორმაცია არ არის თითქმის რა როგორც შეიძლება ჩემ ასაკის ადამიანმა იცი რა ეს შეხართავება რომელიც ინტერნეტში შეძრა ოღონდ ლოკალურ ინტერნეტს კი არ ხმარობს როგორც კოსმოსში შემა და ეგრე განვითარდა ესეც რომ ხო და როგორ სად არის რა ეგ ინფორმაცია საქართველოს ინტერნეტ კულტურა არის ძალიან უცნაური არ არსებობს მაგრამ Facebook-ი არის ქართული Google-ი რა რაღაცას ინფორმაცია გაგება თუ გინდა რაღაცა თუ გინდა ეგ ვისწავლე ხა მანქანაზე მუშაობ მე მანქანა მოტოციკლეტი გავცვალე მანქანაში და ინტერნეტში ინფორმაცია არ არის მაგრამ Facebook ჯგუფი არის თუმე დაიხაცუსი რა სადაც ხალხი ლაპარაკობს ამ მანქანებზე და ვიღაცას იპოვე რა და Facebook-ი ხა ჩემი თაობის ხალხისთვის ხო Facebook ჩემი ასაკის ხალხისთვის ბებია ჩემის პლატფორმა დაღიქვება, მაგრამ მე ვიყენებ ძალიან ჩემს სასარგებლოდ რა, მაგ ინფორმაციას, რომ იქ ვიღაცას ნახავ, ვიღაცა ტიპი იჩდება, ის ბლოგერი არის რა, რომელიც ამერიკაში რედიტორი იქნებოდა ან რაღაცა ბლოგი იქნებოდა თავის საიტ აწყობილი. აქედა Facebook-ზე და ეგრე ძალიან ვიღაცები გავიცანი რა და ხო და მაგიტო არის კაი ეს ფორმატი რა, რომ აი რაღაცა სიცარიელე შეივსოს მაგ იმისი რაც არის რა, ეს რაც არ არის, იმიტომ რომ მე ისტორია ხო როგორი ფეშენეთ ვარ ახლა რა ძალიან ამინდა რომ თავი შევიქოთ რაღაც იქ მაგრამ ვიტყოდი რომ საკმაოდ ფეშენეთ ვარ მუსიკაზე და უბრალოდ দেখাეს ამის ექსესი დავსერჩავ ნირვანაზე გავიგებ ვიცი კურტი ვინ არის რაღაცა იქ ბრიტანულ იმაზე ბრაინ ინო მაგალითად რა გაიგებ ხაც ბრაინ ინო ეს შეიძლება ცნობილი არ არის მაგრამ ატმოსფერული და ამ იმის მუსიკაზე რა ანუ საკმაოდ კი არა ხო ღმერთი არის რა მაგრამ ეგეთი ვიღაცები აქაც არიან მაგრამ როგორ უნდა გაიგო რა ვიკიპედიაზე არ წერია არ ვიცი პრობლემა არა ხო არ ვიცი რა შეიძლება პრობლემა აქაც ხო დატუსაობ და დადიხარ და კონცერტებზე არ მიდიხარ არ უსმენ თქვა ეხანდელ ჯგუფებს კი მაგრამ აი ვიზე კაი სტოქტონის ყველას იმაზე ნაყოფიც ვარ და მიმუშავე კიდევაც სტეიჯის გადამიღია და ისინი ეს ყველაფერი არის მაგრამ მაგის იქით მანამდე ვინც იყვნენ ისინი აღარ არიან აქტიურები. მანამდე შენ ძალიან პატარა იქნებოდი იმ კონცერტზე. ზუსტად ისინი აღარ არიან ეგეთი აქტიურები, იმიტომ რომ ხალხს არ აინტერესებს ეგ რა. ანუ ეგ ყველაფერი ვარ რომ ლედი ჰეროინის ფანი გამოვა რომ მოусმეს. აუცილებლად ნახო. მაინტერესებს, იმიტომ რომ ხო უნდა იცოდე რა, იმიტომ ჩარკვიანის გარდა ჩემთვის 90-იანებიდან მოყოლებული ესე წერტილი რაღაც არ არის რა. რაც გარეთ გამოვარდა და ესე გამოიკიდა. რა ხო, იმიტომ რომ მე ხო უნდა მოვიდეს შენ ყურამდე როგორც ეგ რა და მე კი არა ვარ მარტო ეგრე. გარემო კიდე რა გარემოში იტუსავე ისიც არ იყო დიდათ ინტერესით და ანუ არავინ არ გაცვალეთ ერთმანეთში რა მე სიმართლე გითხრა ძალიან სახში ვარ გაზდელი კომპიუტერი მე ვარ კომპიუტერის ბავშვი ვარ მე რა იმიტომ რომ კი არ და ხო უბანში სიყავი რომ გამოხვედი კომპიუტერიდან აი არ ვიცი 20-21 რა იმიტომ რომ სკოლაში უნივერსიტეტში არასდროს თავს არ ვცნობდი რაღაც რომ იქ რაღაცა ჩემი საერთო ისის ქონდა რა იმიტომ რომ შეძლებულ ოჯახში გავიზარდე ვიტყოდი მე რა იმდენად რომ ბავშვობაში მქონდა იმის საშუალება რომ ინტერნეტი მქონოდა Counter Strike-ი მეთამაშე ინტერნეტში დამეძებნა რაღაცეები და აი ეს ჩემი ინტერესიაც იყო რაღაცის მომენტად რომ უბანში ვერაზე გადიხარ გარეთ იგებ ისტორიებს ვიღაცას ეჩხუბებიან და იქ უნდა გავიდე და უნდა ქუდი ზონაში ვიცოდე და ვიღაცა მეტყვის კაი ბიჭი ხარ ტორტი გინა თუ რაღაცა ამაზე სწორი პასუხი უნდა მქონდეს და ანუ ყლეზე მგიდია ეგეთი რაღაცეები თუ რაღაც არ მინდა დამთქმული არის ვაფშე არ მინდა ჩხუბი ვაფშე არ მინდა ძალადობა რაღაცა მაინტერესა ვილაპარო Xbox-ი ბიძა ჩემმა მაჩუკა ამერიკიდან თან ეგ იყო რომ ჩემი მშობლები არიან მამაჩემი და ბიძა ჩემიც არიან ის რომ მამაჩემი გლანში გაიზარდა ბიძა ჩემიც ასევე გლანში გაიზარდა მამაჩემს აქ მოყოლილი ისტორიები რომ დედაჩემო ტყავის კურტკა მიყიდა და ვიღაც ტიპი მოვიდა რომ დაგახიო ეხაო და დანა დამიზრო და ამ რეალობაში არის გაზდილი კაცი ადგა და ანუ არ მინდო ბალეტს ეკოს არ მოგიგენია 90-იანებში კაციც ეკოს ბალეტს თბილისში რა და ხოზე ხარ ეხა ეგ რა რეალობაში და ადგა და წავიდა
წავიდა უკრაინაში და იქ ისწავლა დირიჟორობა და ნუ აი ეს არის ჩემი მშობელი, მამა ჩემიც ეს არის და ბიძა ჩემიც იმას რეჟისურას სწავლობდა, მიუხედავად იმისა, რომ ბიძა ჩემი ხა ამერიკაში არის და მაგრამ ხო ამერიკა ისე და წავიდნენ რა ქვეყნიდან რა, ანუ აქ ვერ ნახეს თავიანთი ის გასახარი და წავიდნენ. ბაბუა ჩემი დედა ჩემის მხრიდან ზაზა მამალაძე, ანსამბლი თბილისის მომღერალი, ტრიო თბილისის მომღერალი, ჩემი დიდი ბაბუა არის იოსებ გაბაშვილი, პირველი მოდერნისტი მხატვარი და იმისი რა ქვია ერთ-ერთი პირველი ლექტორი სამხატვრო აკადემიის, მამა ჩემი დირიჟორი და ამ ხალხში ვარ გაზრდილი, რომელიც ქუჩასთან არანაირი თქმის კავშირი არ აქვს ესე რა და მე რო გარეთ გავდივარ და ხალხი მეჩიტო რომელიც ესე არის, კონექტი არ მაქვს არანაირი და მაგიტო ოკეი, რავი, სახში მიდგას პენტიუმი, მაქვს PlayStation 1 ხო, მაგრამ უკვე დიდი ბაბლია იმისთვის, რომ ანუ მაგათ გარეშე ხალხი ბევრი არიან უკვე, მაგათ გარდა. ხო, რაც გავიზარდე და ჩავამეხო. ოკეი, გარეთ რო გახვედი ტოქში და ცოტა მოგიწია გართობის და კი, იმიტომ რომ თან ისიც არის. შეხვედი მაგ. გარეთ რო გადიხარ და უცებ ტიპები ხდებიან ამ ხოდით და რაღაცა და თან მამაჩემი ადრე წავიდა, ხა ნუ ცოტა პირადული რაღაცა არის, მაგრამ ესე მამის ფიგურა ესე რაღაც ცხოვრებაში ანყავდა და არ უსწავლია რომ აი ტიპი რო ესე მოგიდგება ისე, ოკეი, არ ვიცი ამას როგორ დაველაპარაკო. კაი, სახში შევდივართ, აქ ვართ და აქ კაი, მუსიკა არის, აქ რაღაცა ამას წაიკითხავ, ვიდეოს ნახავ, იქ რაღაცებს ფლეშ თამაშებს ითამაშებ, მინი კლიპზე შეხვალ რაღაცა. არ ვიცი რა, ეგ ამბავი იყო და მე უკვე რომ მივხვდი რომ საჭირო არის ისევ სოციუმში ინტეგრაციისთვის რაღაც იქ ოგვებს რომ მოაწონო თავი იქ რაღაცა და მოხდა უნდა გამოვიდა გაფეთხუმდე ხო ვასწავლე ჩემთვის ასე ვთქვათ რაღაც ისინი რა დღემდე კი მაქვს ეს რაღაც ის რა არ მიყვარს ხალხში გასვლა რა სიმართლე რომ გითხრა მაგრამ ვისწავლე საჭირო არის ექსტროვერტობა მე ჩემთვის ვეძახი თვითონ ასწავლე ექსტროვერტს და მაგხრივ მაგარია ძალიან კაი ორივე ის გიშრულად შენ ძალიან კარგად ესეც ბავშვობაში არ იყო შორს მაგისგან. ზუსტად მე ინტერნეტი არ იყო წარმოიდგინე. ხო, აი ეს ყველაფერი გადავიტანე ინტერნეტის გარეშე. ძალიან ვიზიარებ მაგას ხო, იმიტომ რომ მე რავი, ბაბუაჩემ ჩამოქონდა რაღაცა ესენი Power Ranger-ები და ესენი და სათამაშოები და მომქონდა ისე რომ სპორტები გადამეტანა მე ხატა იზოში მიერბინა და რაღაცეები რა. ხო, მაგრამ შესაბამისად მეტი რაღაცნაირი დაკვირვება ხო გაქვს შენი თავის ვიდრე გარეთ რო გეპრო. მაგრამ ის გარეთ პროცესს და იმ პრობლემებს კიდე სხვანაირად იცნობ შენ თავს და რაც შენ ხა არ გაქვს, მაგრამ მოგიწევს გინდა არ გინდა. აქ ცხოვრები მოტოს მე შენ გაღიდინებ როგორც კილომეტრი დღეს დღეს კიდე წამოხვიდე და წავიდეთ მისმინე საათშიე თუ კი ზუსტად იცი რომ ის არის არისაც დღეს ეხა შენ თუ შეგიძლია დღეს მოტოციკლეტი იყო შენ სათხრობ საგურამოში გინდა საგურამში მოგიყვანა მოტოციკლეტი წავიდეთ ვიყიდო დავждები თუ გინდა წამოგიყო და გიყენებ და ტაქსი გამომიში უკან ის არის სადღაც ადრეში გადმოდივარ აქეთ ანუ შენ გინდა 10 დღე მე დღეს მივალ სამსახურში თუ გინდა ვეტყვი შენ დღეს შენ გაქვს შანსი რომ დღეს ჩარიცხო რაღაც რაოდენობის თანხა აი დღეს მეგობრებო მე სამსახურში მივალ ჩემს თანამშრომლებს ვეტყვი რომ ბატონო კოჩაროვს უნდა რომ იყიდოს მოტოციკლეტი Honda CB350 RS რომელიც ძალიან მაგარი მოტოციკლეტი არის ვისაც მუშაობ მაშინ რომ იქნებ რამე დისკაუნტი გაიგეთო მე მუშაობ დისკაუნტი გაუკეთო იმათ თუ შენ რო გაიგეთო შენ ისაც მეგობრები არიან მონოს და კოკას მე სტოქტონის Black Magic-ი მაქვს არ ვიცი აქედან რომელიღაცა იქნება რომელიც ესენი არ არის მაშინ აქ ამ შენობაში მყოფი ერთ-ერთი Black Magic-ი მაქვს ნათხოვარი რომელსაც გადაგვიღია რაღაცეები მეგობრობთ და მე კიდე მუსიკა გამიკეთებია სკუცკუცის რომელი რაღაც ერთ-ერთი რეკლამისთვის მე ერთ-ერთი ის იმითი green წვანი ოთახის არის Free the City კაი ეხლა ვიმუშავებ კრას მაგაზე ხო მე მუშაობ სკუცკუჩი მეგობრებო მოტოციკლეტების და სკუტერების ორფრენ ტრანსპორტების მოტო კი დღეს უნდა გაყიდინო მე მივალ დღეს უნდა მივიდო ოფისში სადაც და კაი ვეტყვი სად უნდა გადავიფორმო არ მითხარ რუს თავში არა შენ არ გიწევს არაფერს გაკეთება შენ უყურე ჩვენგან წაიყვანე მაგრამ ეგ მოტოციკლეტი და შეხა უკვე როგორ გადმოვაფორმეს არ ვიცი იმიტომ რომ ვიღაცა კარგი ვიღაცა რუსეთში ჩავა შენ აქედან მაქსიმუმ მეგიწევს იმაზე რო ქვია საბურთალოზე მისვლა იქ კაგების შენობები რო არის და რევერსული კი არა და რა ქვია კომბინირებული თუ რაღაცა ის არის იქიდან ტიპი მოაწერს და შენს პარალელურად ამ დროს იდგები აქ ხელს მოაწერს და შენ იქნება და ჩამოგიყვანე აი ხო ორი გასაღები ერთად ხო რა კოკოლის გადმოფორმება ხდება ესე კი ეგრე შეგიძლია გადაიფორმო რა ორი კვირა მარტო მაგაზე ვფიქრობ უეჭველი უნდა ქნა მაშინ მე აქ მორჩი წავიდე სამსახურში რაღაცა საქმე მაგასაკეთებელი ვეტყვი რომ მეთქი აგეძმა უნდა მოტოციკლეტის ყიდვა ვეტყვი დაგირაკავენ რავი რაღაცა ზოგადად ეხა ამ მომენტში ეს როგორ ხდება არ ვიცი მაგრამ 500 ლარი არის ხოლმე ჯავშანი როცა წინასწარ ყიდულობ რა და რავი ალბათ რავი თან შინაური რა ხან ხარ რავი მოგვარდება რაღაცნაირად რა
შემდეგი ეპიზოდისთვის რო გავა შეიძლება ყავდეს უკვე. ეს რო გავა, ალბათ მეყავდეს და ვიდეოები ჩავაკვეხოთ რაღაც მოტოციკლეტი და არის. ის ძალიან ლამაზია ვიზუალურად, საჩვენებელია. არჩი ხო გახსოვს რო გითხარი. ბიჭო შენ ხო რომ მეთქი გაიყიდა უკვე განა. ის ყვითელი რომ ნიკა იყო მოსული სკუცკუჩში. არა ხო და გაიყიდა და მოაბრუნა აუ გადა ხო და მოსული იყო რა შაბათი დღე არის მე მგონი დამოუკიდებლობის დღე არის დასვენება არის მაგრამ სკუცკუჩი მათოს მუშაობა ხო მაგრამ ხალხმა გაწყვეტა რომ დღეს მოვიდნენ და მე ტილო მქონა ასაღები მინდა მოტოციკლეტი მინდა რომ გავრეცხო და შევლი მეთქი ხა შოურუმში ტილოს ავიღებ თქო და რიგი დგას ხალხის რა და პატარა დაინახეს და ჩამიდრე სეილი დავიწყე ჩამოვდგი რაღაც აბარაგნებავთ და ესე ვიტრინიდან ეს ტიპები ესე იყურებიან მაღაზია დაკეტილია აი ის მაინტერესებს და რაღაც და ეს პირველ ტიპის პასუხი გავეცი მეორეს მესამეს მეოთხეს და უცებ გაიჭდა შენ რა მოვიდნენ და ამ მოტოციკლეტის ყიდვა უნდა რომელიც ყველაზე მაგარი მოტოციკლეტი რა ჩემი აზრით რაც ჩვენ გვყავს მე არ ვიცოდი და ვიზუალურად ძალიან მაგარი მოტოციკლეტი არის მაგრამ ის კონკრეტული ფერი როგორ არის ეს შავი ეს ავზი არის და ნახევრად არის ჩაწობილი ესე იმაში რო ქვია ყვითელი არის რა და ბზიკს გავს რაღაცა კრაზანასავით ეს ტიპი არის რა ოღონდ ეგ ფერი აღარ გამოდის და ეგ ფერი მარტო ყავს ტესტ დრაივზე და შარშან წინ ბოლო გაყიდული თუ შარშან გაყიდულები და მეტი აღარ გამოდის იმიტომ რომ აღარ უშვებს რავი ჰონდა მაგას ლიმიტირებული გამოვიდა აიგეს თუ რაღაც ეგეთი და მეთქი ვეუბნები რომ ტესტ დრაივზე ნახავ მეთქი ძალიან არ მოგეწონოს მეთქი ეგ ფერი თქო რა იმიტომ რომ ვეღარ იყიდი მაგ ფერს თქო და შეიცადე რომ ძალიან ემოციურად არ დემასკნა თქო იმიტომ რომ მართლა მაგარი ფერია ძალიან რა აქვე გვიყენიაო სადღაც ტესტ დრაივისო მე უცე დავიმშვიდობე წავიდნენ ნახეს იქ ცვარი არის ესეთი ყავის ესე რა მაღაზია ყავის კოფი შოპი და იქ იმის ფლობელს ყავს ეს სიბი და ამაზე გონდა რომ ტესტ დრაივი იყო რა და მე და ტოტო ვართ რა და დავჯექით რომ მე გვა მაგარია და ეს ტიპი მოდის და აჰაო გასაღებიო ბარემ წაიყვანეო ო მეთქი ტესტ დრაივის მეგონა ბოდიში იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი ყავს ტესტ დრაივზე და ერთ კვირაში მაქედან შოურუმში მივდივარ და აყენია ეგ მოტოციკლი და მეთქი ეს ფერი ხო აღარ გამოდის ხო და ეს ტიპი არის ვაკომოს და მოიყვანაო და ათრეიდაო და მეთქი ეგრევე ავიღე ტელეფონი და ნიკა ჩავგდე ფოტო მეთქი აი ხო გახსოვს მეთქი რო გითხარით ხო გაიჩნდა მეთქი ეხა არის შანსი რომ ეს იყიდო იმიტომ რომ ყავს ხო რა უეჭველი ნიშანი არის კან მაგაზე ვილაპარაკეთ მაგ მოტოზე დაჯექი და მაგ ტიპმა იქ მოტოციკლეტი დააბრუნა იმ მაღაზიაში სადაც იყავ იმის რომ მოტო გეყიდა მე არ ვიცოდი ბაიკები თუ მე მეგონა მარტო სკუტერები ისა არა სკუტერები ბაიკები და მაინტერესებს ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ძველი მოდელია ძველი რა ანუ ჩემი საყვარელი არის აირონი ისეთი რაც შეიძლება მე კომპაქტური პატარა და წაუჩოპერებ ბაიკი ჰარლეის აირონ ჰედზე იძახი ჰარლეის ანუ არა ეგ არ არის კარგი არა დაივიწოვე ძართული საშონელი არის რა არა ეგ ერთი მაგრამ ისე ზოგადად ну მე დიზაინის კუთხით საშინლად ძრავის დიზაინზე მეუბნები როგორც არის აირონ ჰედი კაუჩი ეგ ძრავები რა მე ვაჯიმი ჩემო მეგობარმა იყიდა ეხა და ეხა ჩამიგდო ფოტო ეს არის შეჭი ხო ის არის რაც გინდოდა ეხა რაც ლაპარაკობდით ან გავს მაგრამ ეგ არის მე მგონი შეხედე აირონია მიზუმე ბარეს მეგონი ახალი ძრავი აქვს ხარ აი ეს ძველი არის ის არის შეჭავოთ იდეაში ჰარლი დევიდსონი როგორ აქვს იცი ძრავები მე კაფე რეისერები მევასე არჩე კაფე რეისერები მე მევასებოდა სანამ გავირკვია ბაიკებში რა და თუ ეს არ ითვლება ჩემი კაფე რეისერი რა აბა რა არის კლასიკური მოტო არის ეგ რას ნიშნავს კაფე რეისერი ეგ არის მეგობრებო კაფე რეისერი რა არის კაფე რეისერი ძალიან მიხარია ხოლმე ზელპარკი დავიწყეთ იმიტომ რომ ეს ძალიან ახლოს არის ჩემთან კი არა ეგ არის ჩემი ცხოვრება არის ეს კაფე რეისერი არის მოტოციკლეტის კატეგორია რომელიც არის გათვლილი იმაზე რომ რაც შეიძლება სწრაფად იაროს მოკლე დისტანციებზე გამოირჩევა იმით რომ არის აი ეს ტყელი ფორმა აქვს და კომფორტული სატარებელი არ არის დღესდღეობით კაფე რეისერი ესე რომ შეხედო არის ძალიან სტილნი მოტოციკლეტი საკაიფო არის რეტრო და რაღაცა მაგრამ თუ აი ახლა ძალიან სნობურდა აი ესეთ აიმენა ეს ევროპასულს გაქცევთ, მაგრამ კაფე რეისერი წმინდა დრო აიღო ესე, მცნება რაც არის დღევანდელი კაფე რეისერი, არ იქნებოდა ის კაფე რეისერი, რაც ყველა ხედავს იმიტომ რომ მაშინ 70-იანებში და 60-იანებში კაფე რეისერი იყო ტიპი, ვინც მოტო პეტროლჰედი არის და მოტოციკლეტის ენთუზიასტი არის, ადგებოდა და იმ წელს და იმ მომენტში ყველაზე სწრაფი მოტოციკლეტი რაც იყო, იმას აიღებდა იმ ძრავს და მაქსიმალურად დააპატარავებდა აეროდინამიკოს გახდით და წონეს მოაშიდა რომ რაც შეიძლება სწრაფი ყოფილიყო და კაფე რეისერი იმიტომ ქვია რომ საფრანგეთში კაფედან კაფემდე მიმდინარეობდა ეს რბოლები და ეგ იყო რა იკრიბებოდნენ ყავის შოპებთან ესპრესოს დალებდნენ და რბოლავდნენ დღესდღეობით რომ გადმოხედო და იმ დროინდელი პაპა ბაბუა რომ მოიყვანო და რომ უთხრა რომ კაფე რეისერი აწყეო აიღებდა Honda CBR 1000 რომელიც დღევანდელი სპორტ ბაიკი არის პლასტმასებს მოაშვერებდა კორპუსს დააწევენდა სახელმწიფოს შემოატანინებდა და ეგ იქნებოდა კაფე რეისერი და არა რეტრო სტილის ბაიკი მაგრამ ნუ კაფე რეისერი შემორჩა როგორც statement-ი, როგორც კულტურის პატივისცემა, აი როგორც
არ ვიცი რასთან გავავლო პარალელი რა. აი, როგორც ავით old school გასაგებია მივხვდით რა. ანუ აი ეგ თემა არის, რომ ანუ კულტურა არის ეგ, მაგრამ შენი არ ითვლება მაგათ. როგორც აღმოჩნდა. არა, მაგრამ შეგიძლია გააკაფე რეისი, რომ ძალიან თავისუფლად რა. კლასიკური მოტო არის, მაგრამ კაფე რეისი არის. ჩემი პირველი მოტო აი ჯერ პროსტა უნდა რაღაცნაირად მოვირგო რა. აი არაფრის გადაკეთებას არ ვაპირებ. ერთადერთი ბორბლები მომწონს სპიცებიანი. ხო, ოკეი, შეგიძლია უკვე. შემილია რომ ეგ შევცვალო. ანუ რა თქმა უნდა ყველაფერი შემიძლია. მოტოციკლეტი მოითხოვს მოდიფიკაციას და ზოგადად მე ყოველთვის მომხრევა რომ მოტოციკლეტი მოირგო შენ გემოზე და შენ ხასიათად აქცია. მაგიტომ ემასება კიდე ერთ ვიტყვი ჩოპერს, რასაც ხალხი ეძახის. საქართველოში დადის მე ვიცი 5 ჩოპერი მარტო რა. წმინდა რომ შეხედოთ და მართლაც ეგრე კულტურულად ჩოპერი ნიშნავს რომ აიღო ბაიკი და დაჩოპო. ნებისმიერი ტრანსპორტი შეიძლება გადაჭრა და დაამოდიფიცირო ვილკა, ანუ ეს ჩანგალი რაც არის, ეგ რო დაუგრძელო. ჩოპერია ტიპი არის ვიღაცა ერთი, სახელი არ ვიცი, მაგრამ საგიჟეთი არის რომ მაგას აკეთებს საქართველოში ვესპას სკუტერებს. არ ვიცი, მაგრამ ვესპებს აჩოპებს რა. ომარა არისი, ბაიკებში ხარ და ომარა არის. შეიძლება ვიცი, უბრალოდ ესე არ ვიცი. და ესე ზის და ანუ ვესპას ხსნის ჩოპერად და ეგეც ჩოპერი არის რა. ყველაფერი, ყველა მეტალი და ყველა რამ რაც გადაიჭრა პლასმასები მოშორდება და რაც შეიძლება მინიმალისტური მომდე დაიყვან, ყველაფერი ჩოპერი არის. და კრუიზერი ახლა მე მიყენია ჩემი ეს Kawasaki 1984 წლის Kawasaki არის. ვიღაცამ შეიძლება ვინც არ იცის ესე კარგად ჩოპერი მაგას დაუძახოს, იმიტომ რომ შეუულებერი რომ მაგ ვიზუალზე არის, მაგრამ ეგ არის კრუიზერი. ყველა Harley Davidson-ი არის კრუიზერი და ნუ ხო, იდეაში ეგრე არის რა, ერთი პანამერიკას გარდა, იმიტომ რომ ეგ adventure-ი არის, მაგრამ ჩოპერი ძალიან ცოტა დადის და როგორ ტიპები არის, წელი, ჯანგალი, აი ეს სიხარ ცეცხლები ახატე custom-არი ბოლომდე, ქართული არ არის. და ეგ არის ზარმაცების. ხო, ასევე ეს ხელების აწევის ამბავი რაც არის. პიროს აინტერესებს არანაირი ამას არც პრაქტიკული, არც ის არაფერი, არც ის არ არის რომ ავიღაც რაღაც ლეგენდა დადის რომ ამერიკის ჰაივეიებზეო ესე სპიც აბაუდნენ რომ ჩოპერი სისულელე არის მოგონილი არაფერი ეგ არსებობს ჩოპერის ტელეკულტურა არის იმაზე რომ მაქსიმალურად შოუ-ოფი მოტოციკლები იყოს ცეცხლები აი ესა და ეს ინგლისურად ridiculous რაც არის რა აი მარაზმი არის აი ეს ისა კიდე ერთი კითხვა მაქვს რა ხან მაქიდან ხარ მაგ მოედნიდან TikTok-ი ხო აბა გისმენ როდიდან ხარ მან შერგული 29-20 და 20 წლიდან ხარ ეგ პერიოდია TikTok-ი მაქიდან და TikTok-ი გარჩ თავიდან იყო მუსიკალი 2016 თუ არ ვცდები არ მახსოვს მაგრამ გარჩ რაღაცა შუა და late 2010-იანების არის TikTok-ი იყო მუსიკალი იყო და ეს პლატფორმა მუსიკალიზე შერო ქონოდა აკაუნტი გაკეთებული სიტყვაზე 2018-ში 2019-ში და TikTok-ი შეიქმნა ავტომატურად შენი აკაუნტიც გაიჩნდებოდა TikTok-ზე რა ანუ ეს კომპანია ვისიც იყო TikTok-ი კიდე მუსიკალი ვინც იყო TikTok-ი გახდა და დაიწყო ეს და 2019 ტექნიკური ნიუანსები არ გვინდა რეალურად როგორ ანუ რამდენად განვითარდა და სადაც შეხვედი ძალიან ეს არის კაროჩე რავი ანუ ნუ მე პირველ პლატფორმა არის ახლა და ჩვენნაირი ტიპის ფორმატის გადაცემებისთვის რამდენად შეიძლება მომგებიანად გამოვიყენოთ თქვათ რა გადაობ ძალიან ხო მაგრამ ჩვენ პროსტო შევწევთ მე ზმუკის პირველი კადრი TikTok-ზე ვნახე ხო მაგრამ აი როგორ შეიძლება უფრო მეტად გავრცელდეს ეგ უნდა კაროჩე ერთი ვარიანტი არის უყურე სნიპეტები ამოიღო ამ პლატფორმის ასაკიდან არის და იქ ინდადურად უკვე მუშაობს იდეთ გაქვთ ეგ და მეორე არის ის რომ სხვა რაღაც ვიღაც რაღაცას და ექსტრა კონტენტი ოღონდ აუცილებლად მოკლე უნდა იყოს რა ძალიან ბევრი ეფორტი არ ჩადო მე ხა ორი აკაუნტი მაქვს რა ჩაგვიწერე რა მე TikTok-ი შეგიძლია ეხა გიან ჩაგიწერა დავაი მოდი აუ დავაი სად ხარ თქვენ რავი არ ვიცი მე კამერა შემოატრიალებ და კაი მე მაგარჩი ორი აკაუნტი ახლა ვეგეტყვით რა ერთი არის სადაც ვდებ ადეკვატურ კონტენტს რომ შეხვიდე გადახედო ჩანს ეს პიროვნება ვინ არის რას აკეთებს იქ მაგ ალბომ რევიუები მაგ რა ხო მენაბდე სანდრო და მეორე არის მეორე აკაუნტის მეორე აკაუნტზე არის რომ აი უცებ ახლა ვზივარ აუ ახლა რაღაცა ყლეიდეა მომაფიქრდა მაგალითად ახლა ბოლო ვიდეო არის ფისტას მიც ფსტად მოიხსენიებს მეთქი არ ვიცი მეთქი მტერი არის მეთქი ყველა თქო იმიტომ რომ ფსტა რა არის ფისტა ეს დავდე და რავი 22000 ინახო რაღაც და ყავაზე რო ხსნი რომ რამდენი ხო ეგ ყავარი მე აკაუნტზე სადაც ანუ მართლა ადეკვატური არის ვიღაცამ შეიძლება რაღაც გაიგოს და ამ აკაუნტზე მაგალითად სისულელეებს ლაპარაკობს შეიძლება პროსტა თავში და არაფერი არ ქნა და რა რაოდენობაში ხარ მის მაყურებელს და რამდენ ხანში მოგროვდა აუ აი იცი როგორ არის ამ მეორე აკაუნტზე რაც მაქვს ეს ბიოდ უფრო ტრამატებული გაიჩიტა იმიტომ რომ სისტემატიურად პოსტავ პროვოკაციულ რაღაცებს პერსონაჟს თამაშობ ვიდეოში რა პროვოკაციული ზმუკის არ ვიცი მე ხა არ ვიცი რა ხალხს მოვედი და აქ ვიღაც ტიპები არიან დამაყენეს მიკროფონთან მაბაზრებენ და არ ვიცი აი ეს ტიპი არის ერთი გამარჯობა აი კი არის მეორე კაცი
და იგი დამაყენეს 1 კამერა, 2 კამერა, 3 კამერა. ეს არის შენ პროდიუსერი ხარ, ხო? ხაი დაკითხვაზე ხარ ახლა ეს. ხო, რაღაცას მეკითხებიან, არ ვიცი. მუსიკაზე დავიწყეთ, მაგრამ ეხლა მოტორზე ლაპარაკობ და მიდი ახლა TikTok-ი ამოიღეო და არ ვიცი რა ვე. წესით რომ მოვჭებით ლაპარაკს გამიშვებენ. მადლობა. აგონი მოვჭით.